Გამომშვიდობისა, ძალიან დიდი მადლობა რომ მობრძანდით. დღევანდელი პანელის საპანელო დისკუსია, რომელიც მიეძღვნება 1924 წლის აჯანყების 100 წლის წლს. და მე ძალიან მოხარული ვარ გიხილო ყოველდღიანი, ასევე პანელისტები, ჩემი სახელი არის ალექსანდრე მიქაბერიძე. ვარ ლუიზიანის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და ილიაუნის მოწვეული ლექტორი, მაგრამ აქ ამჯერად ვარ უბრალოდ ადმინისტრაციულ როლში, მხარდაჭერის და მოდერატორის. დღეს ძალიან საინტერესო დისკუსია გველის, ვფიქრობ, გვაქვს 4 გამორჩეული ახალგაზრდა მკვლევარი და სწორედ ჩემი თითქმის 24 წლიანი საქმიანობის პროფესიული საქმიანობის განმავლობაში ყოველთვის მინდოდა და გამოდიოდი ინიციატივით, რომ სწორედ ესეთი შეხვედრები გქონოდა, სადაც ახალგაზრდა მკვლევარებს ეძლეოდათ საშუალება, რომ წარადგინათ თავისი მოსაზრებები, დისკუსია და რაც თავია გამოცდილება მიიღოთ აი ამ აკადემიურ სივრცეში მოღვაწეობას. ეს რაც თავია ჩვენ გვაქვს წარმოდგენილი 2 აკადემიური დაწესებულება, სახელმწიფო უნივერსიტეტი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. მე წარმოვადგენ თითოეულ მათგანს და შემდეგ უკვე დავუთმოთ მათ გამოცდის საშუალებას. ჩვენ პირველი მოხსენებელი იქნება მარია ჭარაული, საქართველოს ისტორიის მაგისტრი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის მიმართულების დოქტორანტი. მისი მიმდინარე სკოლების თემა არის აღმოსავლეთ თიანეთის ჩართულობა ანტისაბჭო სწორედ მოძრაობაში და დღეს მისი მოხსენების საკითხი იქნება 1922 წლის ხევსურეთის აჯანყება და ამიტომ მეთხოვე რომ პირველი სწორედ ის გამოსულიყო. ჩვენ შემდეგი მოხსენება იქნება კაბოდენ ნიუს ზაქალაშვილის მიერ, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის კვლევების მაგისტრი გახლავთ, უпростоრედ ეხლა არის მაგისტრანტი გლაზგოს უნივერსიტეტში და რაც თავია არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამედროვე საქართველოს ისტორიის პროგრამის ელამნი. სადღეისოდ მოღვაწეობს როტერდამში, სადაც არის გასვლით კურსზე, გამოვიდა სწორედ ამ პანელისტვის, რისთვისაც მადლობას ვუხდით. და მისი მოხსენების თემა არის 1924 წლის გაშუქება ადგილობრივ პრესაში. შემდეგი მოხსენებელი იქნება კაბოდონელი ახობაძე, სწორედ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამედროვე საქართველოს ისტორიის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი და ის წარმოგვიდგენს მოხსენებას ბოლშევიკური ხელისუფლების თვალით დანახული 1924 წლის აჯანყება. და ჩვენი უკანასკნელი მოხსენებელი იქნება გიორგი ჭკადუა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამედროვე საქართველოს პროგრამის ალბათ შეამჩნიეთ რა თემატურად არის ხო აქ მაგისტრი და ელამნი, სადღეისოდ არის ამ ჩვენ ილიაუნის ისტორიის მიმართულების დოქტორანტი, სწორედ ჩემთვის სასიხარულოდ ჩემი სტუდენტი. ასე რომ ორმაგად საფასოთეზგებლო როლი გეკესება ჩვენ. იყო სწორედ ეხლახანს იყო გერმანიაში და გერმანიიდან დაბრუნდა, სადაც ის მუშაობდა ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის სადოქტორო პროგრამაზე და მისი მოხსენების თემა იქნება 1924 წლის აჯანყების დანახვა ემიგრაციით. კონკრეტულად ემიგრაციაში შესული საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების თვალით. დავიწყოთ მაშინ, აბა მარია. მოგესალმებით. პირველ რიგში დიდი მადლობა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს და დღევანდელი ორგანიზატორებს ამ შესაძლებლობისთვის. ჩემთვის დიდი პატივია აქ ყოფნა, რაც შეეხება დღევანდელ დღეს 1924 წლის აჯანყებაზე და ზოგადად მე-20 საუკუნის ანტისაბჭოთა მოძრაობაზე ბევრი თქმულა და ბევრი დაწერილა, თუმცა მაინც მნიშვნელოვანია მსგავსი დღეების კიდევ ერთხელ გახსენება. რაც შეეხება ჩემს სასაუბრო თემას, თავისუფლებას მივცემ და ცოტა ხნით უკან დაგაბრუნებთ, იმიტომ რომ მე-20 საუკუნის ანტიბოლშევიკური მოძრაობა არ იწყება 1924 წლის აჯანყებით და მანამდე იყო საქართველოში სხვადასხვა შეერაღებული გამოსვლები. ერთ-ერთი იყო სწორედ ხევსურეთის ამბოხება.
ზოგადად ხევსურეთის და აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის ძალიან სპეციფიკურად განვითარდა საუკუნეების განმავლობაში. რადგან მისი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, ყოველთვის მოშორებული იყო ცენტრს და შესაბამისად ნაკლებად აღწევდა მთელ საქართველოში, მაშინ გავრცელებული ეს ფეოდალური და მეფის კანონები, ამიტომ ეს საზოგადოება ძალიან თავისებურად განვითარდა. ის რა იქ ეს საერთაშორისო კანონები არ აღწევდა, მათ საკუთარი ადათი და წერჩოვრებები შეიმუშავეს და თვითონ საზოგადოება ძალიან თავისებურად განვითარდა. ამიტომ მათი ეს რაღაც საერთო ქართულ სივრცეში ინტეგრირება შედარებით დაგვიანდა, მაგრამ ეს ყველაფერი იცვლება მე-19 საუკუნეში, რაც იმაშიც გამოიხატა, რომ რამდენიმე ანტირუსულ აჯანყებაშიც მიიღეს მონაწილეობა, თუნდაც ალექსანდრე ბატონიშვილს, აჯანყებულ ბატონიშვილს ძალიან დიდ ახმარებასაც უწევდნენ. ეს ყველაფერი მე გაგრძელდა უკვე მე-20 საუკუნეშიც და თუ სხვადასხვა ცნობებს გადავხედავთ, რომლებიც საკმაოდ გაფართოებულია მოგონებებში თუ პრესაში, იკვეთება, რომ ისინი 1921 წლის თებერვალ-მარტის ომშიც იღებდნენ აქტიურ მონაწილეობას. თუმცა მანამდეც აი უკვე რევოლუციის მერე სხვადასხვა სამხედრო თუ პოლიტიკურ პროცესებშიც უკვე ჩანან. ეს მაგალითად მაზნიაშვილის მოგონებებში ფიქსირდება, რომ როდესაც იწყებოდა ქართული საჯარისო ნაწილების ჩამოყალიბება, მისი დავალებით კაპიტანი ჩოლოყაშვილი და შალვა ქარუმიძე გაიგზავნენ ხევსურეთში, რახარამ მეთიდან ჩამოიყვანეს რამდენიმე ხევსური, რომელიც ჯერ სამხედრო სასწავლებელში დაიდესპინა და შემდეგ არსენალი ჩაბარეს მათ სადარაჯოდ. ასევე სომხებთან გამართულ ომშიც იღებდნენ მონაწილეობას, გაზეთ საქართველოს ფურცლებზე არის ეს ამბავი მოთხრობილი, როდესაც მათ მიტროპოლიტი ლეონიდი შეხვდა და საკმაოდ ვრცელი სიტყვით მიმართა და ძალიან საინტერესოა ასევე ზაქარია გურლის მოგონება, რომელიც გაზეთ დროების ფურცლებზე დაიბეჭდა, სადაც დარიალში დემიტინელებისათვის იერარქიის აკნის დროს მათთან შემთხვევით უბრალოდ ესეული ხევსური მივიდა, რომლებმაც სთხოვეს, რომ აღნიშნულ პროცესში მიეღოთ მონაწილეობა. რაც შეეხება უკვე თებერვალ-მარტის მოვლენებს, საკმაოდ რთული აღმოჩნდა ამ პროცესების აღდგენა და გაზეთ საქართველოს ფურცლებზე არის ეს ყველაფერი ნამბობი, რომელიც თანადროულად გამოიცემოდა მოვლენების 1921 წლის 18-19-23 თებერვლამდე არის ეს ცნობები გაფართოებული, ესე ვთქვათ, ამ პრესაში, სადაც პირდაპირ არის ნათქვამი, რომ ხევსურთა მოხალისეობრივი ჯარები იკრიბება, რომლებიც მოდიან თბილისის მიმართულებით და ბევრჯერ მეორდება, რომ მათ ხელმძღვანელობს შალვა ქარუმიძე. რაც შეეხება მოგონებებს, რამდენიმე უშუალოდ ამ პროცესებში მონაწილე ხევსურების მოგონებებში შემორჩა ეს დედაქალაქისთვის გადახდილი ბრძოლები და თუ აი მათ მოგონებებს და მე ქართველი გენერლების მოგონებებსაც ერთმანეთს შევაჯერებთ, ესე ვთქვათ, ძალიან ბევრი დამხმევა მათ შორის. ამაზე იმიტომ ვამახვილებ ყურადღებას, რომ გასაგებია მოგონებები ძალიან რთული არის რეალურ პროცესებზე საუბარი, იმიტომ რომ შეიძლება რაღაც გარკვეულ უზუსტობებს ჰქონდეს ადგილი, მაგრამ თანამედროვე ისტორიოგრაფიაში ეს მოგონებები ხშირ შემთხვევაში ძალიან ძვირფასი მასალა არის და ხშირ შემთხვევაში რაღაც ახალ ინფორმაციებსაც შეიცავს ხოლმე. რაც შეეხება უკვე უშუალოდ ხევსურეთის ამბოხებას, ყველასთვის ცნობილია, რომ ეს ქაფუსი ჩოლოყაშვილის თაოსნობით მოხდა და მას შემდეგ, რაც ქაფუსი ჩოლოყაშვილი უკვე სრულად გადადის არალეგალურ მუშაობაზე, თავისი ეგრეთ წოდებული შეფასულთა არაზრით და კახეთის ტყეებში იმალებიან, აქედან იწყება უკვე ხევსურების და ქაფუსი ჩოლოყაშვილის ძალიან ახლო ურთიერთობა, რომელიც მერე უკვე ხევსურეთის უშუალო აჯანყებაში გადაიზარდა, იმიტომ რომ დაახლოებით 1922 წლის ზაფხულში ქაფუსა უკვე უშუალოდ გადადის ხევსურეთში და იქ მიჰყავდა თავის არალეგალურ მუშაობას, მაგრამ არც კახეთში გახდისმით არ იწყება ხევსურეთსა და ქაფუცას ურთიერთობა. ძალიან საინტერესო ფაქტია ის, რომ დიდი ხნის განმავლობაში ხევსურეთში არსებობდა ლეგენდა ჩოლოყაშვილთა გვარის წარმომავლობის შესახებ, რომლის მიხედვითაც ჩოლოყა იყო
ჩოლოყაშვილთა გვარის მომავთავარი, თუმცა ხევსურეთში ზოგადად ძალიან ბევრი ლეგენდა არის ასეთი გვარების წარმომავლობის შესახებ. ზოგი ძალიან ისეთი ზღაპრული და მართლის გარჩევა ძალიან რთულია ამ შემთხვევაში. ამიტომ ცოტა ზედმეტია, რა თქმა უნდა, იმის მტკიცება, რომ ჩოლოყაშვილთა გვარი აუცილებლად რაღაც ხევსურეთიდან მოდის, თუმცა ეს ამბავი, რომ ხალხში ტრიალებდა და აშკარა არის, იმიტომ რომ სხვადასხვა მოგონებებშიც დასტურდება. მაგალითად, ერთ-ერთი ხევსური იგონებს, როდესაც პირველ მსოფლიო ომში იგზავნებოდნენ, გადიოდნენ სამედიცინო შემოწმებას და ის ამტკიცებდა, რომ მან ისახდა ქაბუძე ჩოლოყაშვილს, რომლებიც ხევსურებზე იწახდა, რომ ესენი ჩემიანები არიან, ანუ ქაბუძე ჩოლოყაშვილიც ამახვილებდა ხოლმე ამაზე ყურადღებას. რაც შეეხება იქ, როდესაც კახეთში გაიხიზნა ქაბუძე ჩოლოყაშვილი, მაშინ უკვე მე-20 საუკუნის დასაწყისში რთული გეოგრაფიული პირობების გამო ხდებოდა ხევსურების მიგრაცია კახეთის ბარში, ამიტომ იმ მიდამოებში, სადაც ქაბუძე ჩოლოყაშვილი თავისი რაზმით დადიოდა, იყო სოფლები, სადაც კომპაქტურად ცხოვრობდნენ ხევსურები. ქაბუძე ჩოლოყაშვილს, რა თქმა უნდა, ერთი ადგილი არ ჰქონია დასამალად, იმიტომ რომ ჩერკასის თვალის სასაფლაოდ ის ხან ალმის ტყეებში იმალებოდა, ხან ყანქისის სოფლებთან ახლოს და ასე შემდეგ. რაც შეეხება ამ დროს ქაბუძე ჩოლოყაშვილის და ხევსურების ურთიერთობას და ანთმედაც უშუალოდ ხევსურეთის აჯანყებაზე საუბრის აი ამ ისტორიის აღდგენისას ყველაზე მნიშვნელოვანი წყაროები, რაც ჩვენ მოგვეპოვება, ეს არის ცნობილი ალექსანდრე სულხანიშვილის მოგონებები, რომელიც ქაბუძე ჩოლოყაშვილის თანამოაზრე და მისი ერთგული თანამებრძოლი იყო და ასევე ხევსურების მოგონებები, რომელიც უშუალოდ მონაწილეობდნენ ამ პროცესებში, მე მოგვიანებით ივანე რიკოკელმა შეკრიბა და მე წიგნად გამოსაყიდეს 2007 წელს. და ალექსანდრე სულხანიშვილის ერთ-ერთ მოგონებაში ძალიან საინტერესოდ არის ის ფაქტი აღწერილი, როგორ მიიღეს ზოგადად ქაბუძე ჩოლოყაშვილმა და მისმა თანამოაზრეებმა ეს სახელი ამ ეგრეთ წოდებული შეფასულთა რაზმი. ალექსანდრე სულხანიშვილის თქმით, აღდგომა დღეს მათთან მივიდა ხევისπერი დიმიტრი ცისკარაული, რომელმაც ეს შეფასულები ერთმანეთს ხევსურული წესის შეფისა, მერე სიტყვაც წარმოთქვა, რომ სადაც საუბარი იყო, რომ ადრეც ქართველები და ხევსურები იყვნენ ჩართული აი ამ ანტიუსულ მოძრაობაში და მაგალითად ალექსანდრე ბატონიშვილის ეს მოძრაობა მოჰყავს. და მერე იქ საუბარია იმაზე, როგორ შეაბა მან დროშა და როგორ დაიგრძნენ ეს ადამიანები მერე უკვე შემდეგი ბრძოლისათვის. რაც შეეხება უშუალოდ ხევსურეთის აჯანყებას, ქაბუძა 1922 წლის ზაფხულში დაახლოებით უკვე გადადის ხევსურეთში და ერთ-ერთი დიდი ბრძოლა, რომელიც მათ ბოლშევიკურ არმიასთან მოუწიათ, ეს იყო სოფელ მამაროსკართან. სოფელი მამაროსკარი არის შავის ერთ-ერთი სოფელი და შავი და ხევსურეთი ფაქტიურად ერთმანეთზე გადაბმულია, ესე რომ ვთქვათ, ადრე საერთოდ ერთ ტერიტორიადაც მოიაზრებოდა და ხომი ეწოდებოდა, მერე დაიყო ის შავად და ხევსურეთთან. და თუ ალექსანდრე სულხანიშვილის მოგონებებს ან თუნდაც ამ პროცესში მომეწილე ხევსურთა მოგონებებს გავუჯერებთ, მათ მამაროსკარის ბრძოლაში გამარჯვება მოიპოვეს, მიუხედავად იმისა, რომ რიცხობრივად მებრივია ბევრად ჩამორჩებოდნენ მათ. აი უშუალოდ ამ ბრძოლის მერე უკვე ქაბუძა მთელი თავისი რაზმით გადადის ხევსურეთში და ისინი დაბანაკდნენ სოფელ ბარისახოში, ფაქტიურად ეს პირველი სოფელი არ არის, შავიდან რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს და აქედან უკვე იწყება პირაქითა ხევსურეთის სოფლების დარაზმა და ქაბუძე ჩოლოყაშვილის არმიაში შეკრება შემდეგი ბრძოლებისთვის. და აქაც სულხანიშვილი ძალიან საინტერესოდ აღწერს იმ მომენტს, როდესაც ქაბუძე ჩოლოყაშვილი უშუალოდ შეხვდა ბრძოლაში მონაწილე ხევსურებს. ეს მოხდა ხახმატის ჯვრის დღეობაზე. ხახმატის ჯვარი დღესაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სალოცავი არის ხევსურეთში და ეს იყო თან ეს იყო ზაფხული, დღეობების პერიოდს ემთხვეოდა და ასეთ დროს
საბოლოოში ეგრეთ წელიწადში ძალიან ბევრი ადამიანი იკრიბება და შესაბამისად ძალიან კარგი პერიოდი იყო იმისათვის, რომ ამ ადამიანებს ერთმანეთი გაეცნოთ და ალექსანდრე სულხანიშვილი სხვათა შორის ძალიან ზუსტად აღწერს დღეობის მიმდინარეობას. და ის რიტუალები და ის ამბავი, რაც მისი თქმით ამ დღეობაზე ხდებოდა, დღემდე ესახება ხევსურეთში. ეს არის ადგილობრივი ლუდის მოდუღება, ან ხუცესის დალოცვა, დროღის სროლაში შეჯიბრი და ასე შემდეგ. იქ ალექსანდრე სულხანიშვილმა მიიღო აი ამ სხვათა შორის მიზანში სროლაში მონაწილეობა და ხევსურები ძალიან აქტაცებული დარჩნენ მისი უნარებით და პირველი რასაც თხოვდნენ ის იყო, რომ ეს იარაღი მათთვის ეჩუქებინათ, იმიტომ რომ მათთვის ეს კარგი იარაღი ფაქტურად ყველაზე დიდი სიმდიდრე იყო. აი ამ შეხვედრის მერე უკვე დაისახა გეგმები და უშუალოდ ხევსურეთის აჯანყების ეს პირველი და ძალიან მნიშვნელოვანი ბრძოლა იყო ორ წყალში გამართული ბრძოლა. ორ წყალი ეს არის ბუნებრივი საზღვარი, რომელიც ხევსურეთსა და ფშავის ერთმანეთთან აკავშირებს და თან ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ფაქტიურად ესე გამოდის, რომ ვინც ფლობს ორ წყალს, ის ფლობს ხევსურეთში შემავალ თავარ პლაცდარმს. სხვადასხვა ტაქტიკური მეთოდების გამოყენებით ამ ბრძოლაშიც ფაბრიცე ჩოლოყაშვილმა გამარჯვება მოიპოვა და ეს თითქოს ისტორიოგრაფიაში ამის მერე ხევსურეთის აჯანყების თხრობა წყდება. იმიტომ რომ არის მხოლოდ ნათქვამი, რომ ფაბრიცე ჩოლოყაშვილმა მოვიდა დამხმარე რაზმი, ფაბრიცე ჩოლოყაშვილმა ალყა გაარღვია და კვლავ კახეთში წავიდა. ამის მერე აღარც სულხანიშვილი წერს არაფერს, იმიტომ რომ სწორედ დაბრძოლის მერე ის ჩეჩნებთან მოსალაპარაკებლად მიემართება ის ხაფუცას დავალებით და ერთადერთი რაც რჩება არის ის, რომ ვრენდოთ ამ პროცესში მონაწილე ადამიანების ნამბობს, რომლებიც კიდევ ერთხელ შეგახსენათ ირონელი პროგრამას შეკრიბა მერე ეს ყველაფერი. თუ ამ ყველაფერს დავუჯერებთ, მაშინ კიდევ რამდენიმე შეტაკება გაიმართა, თან საკმაოდ მძიმედ წარიმართა ეს შეტაკებები. ეს იყო ხიტუსთაზე შეტაკება, იყო ნიკოტის ხეობაში გამართული ბრძოლაც და აი როდესაც ხიტუსთაზე ბრძოლაში დამარცხდნენ, ამის მერე შედიან ბოლშევიკები უკვე ხევსურეთის სოფლებში, ხევსურეთის ძალიან ბევრი სოფელი მათ გადაწვეს, მერე ხელი მიყვეს ძარცვაგრე დროს, რა ძალიან დიდი ზარადი იყო ხევსურეთისთვის, თან ისედაც ხელმოუჭირდენ ცხოვრობდა ეს კუთხე თავისი პირობებიდან გამომდინარე. და ეს რაღაც აი ბოლო ბრძოლა, რომელიც გაიმართა, ეს იყო ნიკოტის ხეობაში გამართული ბრძოლა, რომლის შედეგადაც ფაქტიურად უკვე ყველაფერი დამთავრდა. ზეპირი ისტორიები ძალიან ბევრი შემორჩა დღემდე ხევსურეთში და სხვადასხვა ფოლკლორული ნიმუშები, ეს პატარ-პატარა ლექსები, სადაც აი ამ თუნდაც ფიქრის ბრძოლაზე, თუნდაც ნიკოტის ხეობაში გამართულ ბრძოლაზე, ორ წყალში გამართულ ბრძოლაზე არის საუბარი. კიდევ ერთხელ რა თქმა უნდა, როდესაც ჩვენ ესეთ ისტორიულ პროცესებზე ვსაუბრობთ, ზეპირი გადმოცემებზე ან ფოლკლორულ ნიმუშებზე დავყრდნობა ცოტა რთულია, მაგრამ ძალიან კარგი გამოსადეგია მაგ დროს იმ დროს, როდესაც გვაინტერესებს რა განწყობა იყო მაშინ ხალხში. აჯანყების ორგანიზატორები ორგანიზატორი იყო გუგუენო ჩოლოყაშვილი ოფიცერი თავად გასაგებია, მაგრამ უშუალოდ აჯანყების მონაწილე ყოველთვის უბრალო ხალხი არის, ვინც იბრძვის მათთან ერთად, ამიტომ ძალიან საინტერესოა ზოგადად მათი დამოკიდებულება. ესეთი ზეპირის ისტორიები იყო მაგალითად ერთ-ერთი ხალის ისტორია, რომელიც სახელად მზე ქალასი, რომელიც წამოადგა ესე ვთქვათ ფაბრიცე ჩოლოყაშვილს და მოუწოდა, რომ ორ წყალში ომი იყო და ის უნდა წაყოლოდა მას აუცილებლად. და ეს თვითონ ფაბრიცე ჩოლოყაშვილის ნამბობია, რომელიც მერე ერთ-ერთი ემიგრანტული გაზეთის ქურსლებზეც დაიბეჭდა, შალვა ამ რეჟიმმა დაწერა ეს ყველაფერი. და ახთოვანებული იყო ფაბრიცე ჩოლოყაშვილი მზექალას ვაჟკაცობით და მერე როდესაც ეს ყველაფერი დამთავრდა, მას დიდი ხანი აღარაფერი აღარ სმენია მასზე და მერე დრო რო გავიდა, გაიგო, რომ ის ერთ-ერთი შეტაკების დროს დაიბადა. პერიოდულად მას შესაძაც უშუალოდ მის სოფელში შევიდნენ ბოლშევიკები. რაც შეეხება ხევსურეთის და აი ამ ხევსურეთის мотивაციას, რატო
უთხრობდნენ გაბუძე ჩოლოყაშვილს, რატომ მიიღეს ამ ანტიბოლშევიკურ მოძრაობაში მონაწილეობა, რატომ აჯანყდნენ საერთოდ. ერთი მიზეზი, რა თქმა უნდა, არის ის, რომ გრძნობდნენ იმ საფრთხეს, რაც ბოლშევიკებისგან მოდიოდა. ჯერ ერთი რომ ისინი შეჩვეულები იყვნენ თავისუფალი ელექტრონული უბატონო ცხოვრების წესს და ძალიან აწუხებდათ ბოლშევიკებისგან თავს მოხვეული წესები, ესე ვთქვათ. მაგრამ აქ მეორე ამბავიც არის ის, რომ ჯერ 1922 წელი არის, ახალი მომხდარი არის საბჭოთა ოკუპაცია და შეიძლება გავუსვათ თქო განა რა იგრძნეს აი ამ 2 წელს არის, 1 წელიც არ არის ფაქტიურად გასული, ხო? რა იგრძნეს აი ამ რამდენიმე თვეში თუნდაც, მაგრამ აი კიდევ ერთხელ თუ გადავავლებთ იმ მოგონებებს, აი ალექსანდრე სულხანიშვილი მაგალითად ამბობს, რომ აი ეს ხახმატიშვილის დროებაზე, როდესაც შეხვდნენ ისინი ერთმანეთს, ხელისუფლებას ესეთ შეფასებას აწევს, რომ ისინი ზვიადების რაგითემია, რომლებიც სხვა ქართველებს რუსების სიძულვილში არ ჩამოუვარდებიან. და სულხანიშვილი ასევე ამ მოგონებებში წერს, აი როდესაც ერთმანეთში საუბრობდნენ, რამდენად არ მოსწონთ მათი რეჟიმი და რამდენად ეშინიათ მათ მიერ თავს მოხვეული წესებით. და ობიექტურობისთვის, რა თქმა უნდა, მეორე მიზეზიც უნდა ვთქვათ, რომ ეს იყო გაბუძე ჩოლოყაშვილი, რომელიც ძალიან დიდი თანამედროვე ტერმინით ვთქვათ, პოპულარობით, ძალიან დიდი გავლენით სარგებლობდა არა მარტო კახეთში, არამედ მთის ხალხშიც, იმიტომ რომ აი 1922 წლის აჯანყებამდეც მათ ჰქონდათ რაღაც გარკვეული კონტაქტები, თუნდაც მაზნიაშვილის მიერ, როდესაც 1917 წელს მაინც გაბუძე ჩოლოყაშვილი და შალვა ქარუმიძე იგზავნებიან მათ ჩამოსაყვანად. ამიტომ ორი მიზეზი შეიძლება დავასახელოთ იმისა, რომ 1922 წელს ესე მალე საბჭოთა ოკუპაციიდან რატომ მიიღეს მონაწილეობა ამ აჯანყებაში. თან ალბათ გრძნობდნენ იმასაც, რომ განწირული იყო დამარცხებისთვის, რადგან რესურსებს შორის იყო ძალიან დიდი სხვაობა. აი ერთ-ერთ ფოლკლორს თუ დავუჯერებთ, საჰაერო თარგმანს კი მიაყენეს, მაშინ ხელისუფლების დარბაზნების გამოიყენეს სოფლების გადასაწყვეტად და დასაგრევად. ეს ვთქვათ, ამიტომ თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ თავისუფლების მოყარე ხალხი ძალიან ისეთი წამფერი, გულწრფელი პროტესტი იყო ბოლშევიკების წინააღმდეგ. ეს მინდოდა მე თქვა, იმედია, რომ კარგად გადმოვეს ჩემი საქმე. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. გამარჯობა. დღეს მე ვისაუბრებ პრესის როგორც კრიტიკული პერიოდის პროპაგანდისტული ინსტრუმენტის შესახებ და შესაბამისად განხილავ აჯანყების პერიოდში და აი ამ პერიოდის გარშემო გამოყოფილ პუბლიკაციებს და გამოყოფილ რამდენიმე კომპონენტს, რომელსაც ვფიქრობ, რომ საერთო თემა აერთიანებს და დავიწყებ თავიდანვე იგივე რაც გქონია რომ ყველაზე ზედაპირისავე ჩანს და იდენტიფიცირებადია, ეს არის ტერმინოლოგია, რასაც ამ პერიოდის საბჭოთა პრესა იყენებს. ციტყვი როგორც ავანტურა, შანტაჟი, ბანდიტები და ასე შემდეგ. მაგალითისთვის შეიძლება გავიხსენოთ 24 წლის კომუნისტი, რომელიც ერთ-ერთი კომუნისტის გამოცემა, რომელიც განათით სახით ლექსიკოგრაფიულად განმარტავდა ამ სიტყვებს, რას ნიშნავს რას ნიშნავს შანტაჟი და ასე შემდეგ. მეორე ელემენტი, რასაც მინდა გავამახვილოს ყურადღება, არის ლეგიტიმაცია, ანუ მნიშვნელოვანი ინსტიტუტების გამოყენება, მათი განცხადებების გამოყენება აჯანყებულების წინააღმდეგ და ბევრი მაგალითის მოყანა შეიძლება, ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო შეიძლება იყოს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორთა განცხადება. სიტუაციად წავიკითხო 1924 წლის 7 სექტემბერს. ასევე კომუნისტი პროფესორთა საბჭო წერს ასეთ რამეს. ამ იურისტული მართლობის შემოტანა საქართველოში გამართლებელ დანაშაულს უნდა ჩაითვალოს ეს წინაშე და მიმოქნებად მისი სასწავლო ინტერესებისთვის. უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭოს საკუთრად გმობს პარლამენტის გამოშვებს ასევე ძალაუფლების წინააღმდეგ და მასის ქართველი ეთის ინტერესების ავადად. ციტატის დასასრული. რაც ცხადია, ის
ხაზგასმას მინდა. და მაგათ დავუკვირდები მესამე ელემენტზე ტრანზიცია პროგრამები. ამ პროგრამების საუბრისას დამჯდომია გამოყენება ეს ელემენტი, რაც არის ცალკეული ადამიანის გამოყენება და მათ რეპუტაციის საუბარი მთელი წინააღმდეგობის გახდება თითოეული ადამიანის შეფასებების მიხედვით და კვლავ პირველი მაგალითად შეიძლება იმიტომ ეს პროპაგანდა ozalczonego zabudowania wydaje się o tym, że teraz kształtowały takie historie miejsca jest tarna. Მაგრამ მიუხედავად მაგალითის მომეყანა ვაიო ჯოველი, ჯოველის მაგალითი, როდესაც ის დააპარინეს 6 აგვისტოს კომუნისტი და თითოეული წელს წერდა შესახებ. ერთ-ერთი წერილი იყო მისი პიროვნების შესახებ, ის მოხსენიებულია როგორც მშრომელი ხალხის ჯალათი, საუბარი იმაზე თუ ის თავისი გვარდით, ანუ მისი საქართველოს სახალხო გვარდიის საძოვის დროს როგორ ავლებდა მოსაჯანყებულ მუშებს, გლეხებს და საუბარი დიდ სპორტზე და ასე შემდეგ. გარდა ამისა, წითელ არმიაში გამოქვეყნებულია ჯოველის წერილი, სადაც მიმართავს ის დამყაროს წევრებს და ეუბნება, რომ ყველაზე აღარ საჯანყებას სპეცსახურებო ოპერაცია. ამ წერილს განხილვა ბევრი ჭრილში შეიძლება რა თქმა უნდა, მაგრამ ამ კომისარების მათ დიდი პრობლემა მივცევთ, რომ მიჩვენებენ. ეს წერილს განსაკუთრებით ეს პროგრამის პრესაში გამოქვეყნებული თავის კონტექსტს და ეს არის ამ წერილში სოფიურას შეიძლება, მაგრამ ეს აღშევიან პრესის არქივს ჩავიხილ. ასევე მინდა აღნიშნო, რომ გარდა პრესის და პროპაგანდის სხვა მრავალხმის იყენებდა აჯანყების წინააღმდეგ ბრძოლაში, მაგრამ პრესაში ვიგებთ სხვა ფორმების შესახებ, მაგალითად თეატრის შესახებ, ჩემი სამაგისტრო ნაშრომი იყო ასევე წითელი თეატრის შესახებ, პროლეტარული თეატრის შესახებ, რომელიც საქართველოში მოქმედებს 1921 წლიდან და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საბჭოთა პერიოდული გამოცემა ზარიაოსტოკად წერს ამ ახალი ქართული წითელი თეატრების შესახებ, მათ საქმიანობის შესახებ და ერთ-ერთი რა თქმა უნდა ეს თეატრები პირველ რიგში კოპირებას აკოპირებდნენ ცენტრიდან წამოსული პიესების და დადგმების, მაგრამ გარდა ამისა ისინი ადგილობრივ კონტექსტიდანაც ცდილობდნენ შინაარსების ამოღებას და ამის მიხედვით პიესების დადგმას და რა თქმა უნდა ამ პერიოდში ერთ-ერთი მთავარი თემა იყო აჯანყება და ზარიაოსტოკას ერთ-ერთ ნომერში წერია, რომ 29 აგვისტოს გამართული დადგმის შესახებ განხილვის განხილვა არის და ამ დადგმის შემდეგ როგორც სტატიაში აღნიშნული მენშევიკების ავანგიურას შეეხება დადგმის მენშევიკების ავანგიურას და საზოგადოება აქტიურად გავარდა ქუჩებში, მონაწილეები მათ წინააღმდეგ წავიდნენ საბრძოლველად და რა თქმა უნდა თეატრის მთავარი იდეა იყო ის, რომ გასულიყო და ადამიანებში ემოციები გამოიწვია და შემდეგ ამ ადამიანებს ემუქრებდა ამ შესახებ და სწორედ ამიტომ ყველა ეს რეცენზია რომელიც ამ გაზეთში იბეჭდება და სრულდება აი ამ გამოძახილ ხალხში, რომ მონაწილეები მიდიან პირდაპირ აჯანყებულების წინააღმდეგ და ის ადამიანებიც დამსწრეები იყვნენ, ისინი უბრალოდ გადიოდნენ და ინფორმაციას გამოხატავდნენ. მეოთხე ნაწილი და მეხუთე კომპონენტი ამ პროპაგანდაზე საუბრისას და ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი ეს არის აჯანყების წარმოჩენა როგორც ერთსახლოვანი და მცირერიცხოვანი ოპერატიული მოძრაობის მცირერიცხოვანი ოპერატიული მოძრაობის წარმოჩენა და იგნორირება მისი მრავალფეროვნების. კვლავ მაგალითისთვის მოვიყვან ციტატას პრესიდან 7 სექტემბრის კომუნისტში ვკითხულობთ როგორ არის დაჯგუფებული ამ საბჭოთა პროპაგანდაში აჯანყების წევრები თავადაზნაურობის, კულაკების და ოფიცრების პარტიაში და ამ სტატიაში ასევე ვკითხულობ. პარტიის გამოყენება არის მნიშვნელოვანი ესება. პარტიას, რომელიც მოწყდა მასებს, უკეთესად პატრონს ჩახოლა მასებმა იგუბნა მისგან პირი. შესაძლოა პარტიზანული გამოსვლები მოკლებული მასების ხაზით, ამიტომ ამ გამოსვლების გმირები შექმნილიყო თვითგლეხების ცულის, ნაჯახისა და კეტების კერძად, სადაც თვითამიანები მოვიდნენ ადგილზე. ასეთი იყო ეს აჯანყება. ჭარი შედგება. ხო, მეგონი თვალსაჩინო ჩანდა, რომ
განხილულია, რომ აჯანყების წევრები არიან ცენტრალური მასა წარმოჩენილები და აჯანყების წინააღმდეგ ხალხი უფრო მასად არის წარმოჩენილი. მეხუთე ნაწილი და საუბარი არის სხვადასხვაგვირებების ახალი განსაზღვრების მინიჭება. ის კომუნისტთა დაბრუნება და ვისაუბრებ იმაზე, თუ როგორ იყო განხილული ერის დამოუკიდებლობის საკითხი, ისინი წერენ. ვინ არის ის დღეს, რომელიც დამოუკიდებლობა ამავე მუხტახორების და ბანკების მაგებით მოსწავლეა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის. შრომით ხალხისგან და რევოლუციისგან, ხოლო იმავე დროს სრული დამოუკიდებლობის შინაურ და უცხოელ ბურჟუაზიისგან, იმპერიალისტური სახელმწიფოებისგან. მოსწავლეები ერთი სიტყვით ქვეყნის გამონების და დავეჩავების. ამის როკის გორდი გამახსენდა პირდაპირ ეს დავეჩავების და გამონების შიში არის მოხსენებული და ის ოქროვანდა კონტექსტში განაშულა ისტორიკებისგან და ამ ყველაფრის საპირისპირო დანახმართ შეგვიძლია განხილოთ საერთაშორისო პრესა, რომელიც აჯანყების პერიოდში და მას შემდეგაც აქტიურად განსაკუთრებით მაგალითად ფემინისტი აქტიურად აშუქებდა აჯანყებას და განხილვა განსხვავებს მოიხსენიება რეპრესიებს პროვოკირებით 19 სექტემბრის თაიმში ასევე აღნიშნული არის 21 წლის ოკუპაციის საკითხი და მისი არაკანონიერება და ხშირად აი ამ ცხოვრებაში კარგად იყო იდენტიფიცირებული ეს პროპაგანდის ხერხებიც. და განსაკუთრებით წარმოგვიდგენია იმაზე, რომ ამ პროპაგანდაში მცირე რიცხვოვანი ჯგუფი მონაწილეობდა. ასევე მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, მოკლედ შევეხებით ცხოვრების პრესას, რომ აქ ეს აჯანყება არა ქართულ გარდა იმისა, რომ აჯანყების შესახებ ეროვნულ დემოკრატიული და გამათავისუფლებელი ჯგუფის და სოციალ-დემოკრატიული ჯგუფის წევრები აქტიურად წერდნენ, მათი ხმა იყო გაშღერებული, ასევე საბჭოთა იდეოლოგიაც აქ აღწერდა 1924 წლის გამოცემა ეს გრიგოლ ბეშაპელის მიერ ახალი საქართველო, რომელიც 1930 წლამდე გამოდიოდა და აქტიურად კოპირდებოდა ხოლმე შემდეგ კომუნისტშიც და როდესაც ამ გამოცემის პერიოდული გამოცემა გრძელდებოდა, ცალკე წიგნი გამოიცა გრიგოლ ბეშაპელის, სადაც ეს თავაყრილი იყო ყველა მისი ნაწილი და პუბლიკაცია, რომელსაც ამ ცხოვრებაში აქვეყნებდა. გარდა ამისა, მინდა ვთქვა, რომ აი ამ პროპაგანდისტი მნიშვნელოვანი ნაწილი იყო აი ამ ცხოვრებაში გამოქვეყნებული სტატიების კრიტიკა და ის რომ აჯანყებას აშუქებდა სუბიექტურად, ამაზე ყველაზე აქტუალურადაც იქნებოდა სერბორგენის წერილი, ის წერს. რაც დასჭირდა აჯანყება ჯერ იმისთვის, რომ ჩვენ საბჭოთა კავშირში უნდა ვიყოს რომ რათა ვერ შეძლოთ აღშენებლობა, ვერ აღაშენოთ სახელმწიფო, ვერ წავწიოთ მუშების დაქირავების მდგომარეობა წინ, რომ შემდეგ უთხრა მუშებს, აი თქვენი საბჭოთა სახელმწიფო რა კეში პრომშიერი და მწვავარი არის. ის დასასრულებელი. და აქაც ყოფდებით აი ამ ომის და არაბობის შემოტანის თემას და მანიპულაციას. დღევანდელ დისკუსიის კონტექსტში და ასევე წინა დეკაბრის დისკუსიაზე პროფესორების საუბრობდნენ ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტები გაესვა ხაზი, მაგრამ დღეს ნამდვილად მოხსენებაში ესაუბრა პრესაზე და ამაზე და იმაზე დღესაც ასის შემდეგ კიდევ ერთხელ ჩვენ მოხსენებობა რომ გადავიდოთ შეიძლება ბანალურ სასაცილოან სერიოზულ ტექსტებს მაგრამ მნიშვნელოვანია რომ განხილოთ ის კონტექსტში და გავიაზროთ ეს დაავადების ხარისხი, იმიტომ რომ ეს არის ვისაც დღეს ჩვენის ისტორიოგრაფიაც გადაიქცა კორექტულ მოხსენებას შექმნის და ჯვარდებობასაც ასე. ნატობა. კეთი. პრობლემა ხონდა საშუალება დაბატებაში გავავალდეთ ნამუშავა 1920 წლის აჯანყების თემაზე. და მადლობელი ვარ იმის, რომ მომეცა საშუალებას სულად გავცნობდი მის მემოძებულ მასალებს. დღეს ვეცდები გავიზიაროთ თუ რა იყო ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესო ამ მასალების კითხვისას, რომელთაც კი შევეცდები დავახასიათო
ბოლშევიკური ხელისუფლების პირველი წლების საქართველოში მათი პერსპექტივა და აი ამ კონტექსტში გამოიხილო ეს აჯანყებაც. როგორც აღნიშნავენ, 1920 წლის აჯანყება საქართველოს ხელისუფლებისთვის იყო გადამტეხი მომენტი, ამ დროს მოხდა ძალაუფლების სრული კონსოლიდაცია. მან ამ აჯანყებამ ასევე გამოაჩინა ის წარწერები და ნაკლოვანებები, რომელიც მართლობის პირველ წლებს ახასიათებდა. ის თუ რა დინამიკა იყო პირველ წლებში წლის პერიოდში საქართველოში, გამერებული იყო იმით, თუ როგორ მოხდა საბჭოთა ხელისუფლების დამყარება საქართველოში. როგორც ვთქვით, ეს მოხდა გარედან ოქროთათა ოკუპაციის გზით, ისე რომ ადგილობრივი ბოლშევიკები გავრცელებულების კი არ ყოფილან. მიუხედავად რომ ცივრიცხოვანი იყო მათი რაოდენობა საქართველოში, რაოდენობა მაინც იყო და ისინი ეს ძალაუფლებრივი დინამიკა ერთი მხრივ ადგილზე ფილიპე მახარაძე, რომელიც რევოლუციურ კომიტეტს წარმოადგენდა, და მეორე მხრივ სერგო ორჯონიკიძე, რომელიც ინიციატივებს მოხდა სწორედ ეს საქართველოს გასაბჭოება და წარმოადგენდა კავკასიის სამხარეო ბიუროს. ეს დაპირისპირება პირველ წლებში ძალიან აქტიური იყო და აი ამ დაპირისპირებამ შემდეგ ისე ესკალირდა, რომ ნაციონალურ საკითხზე, რომ ეს პრინციპში განსაზღვრა საბჭოთა კავშირის ნაციონალური პოლიტიკა, ეს ეწოდებული ქართულ საქმეს წოდებული, რადგან ბევრი თქმულა, ამას მე უფრო არ შევეხები, უბრალოდ ამ განხილავთ რა თემები იყო ეს და ამ დაპირისპირების საგანი ერთი მხრივ ფილიპე მახარაძის და რევკოსა და მეორე მხრივ სერგო ორჯონიკიძეს და კავკასიის შორის. სერგო ორჯონიკიძეს ძალიან ეჩქარებოდა ამიერკავკასიის საერთო ეკონომიკურ სისტემაში მოქცევა, რაც იწვევდა საქართველოს საზოგადოების დიდ წინააღმდეგობას. რადგან იმ პერიოდში საქართველო ძალიან მცირე, მაგრამ მაინც უკეთეს ეკონომიკურ მდგომარეობაში იყო. ასევე ადგილობრივი ბოლშევიკები და უფრო მეტად იყვნენ ახლოს საზოგადოებასთან, ცნობენ იმ განწყობებს, რაც იყო საზოგადოებაში და ანგარიშს უწევდნენ ამ სენტიმენტებს. განსხვავებით ორჯონიკიძესგან, რომელიც ბაქოში იყო და ამ განწყობებს პირდაპირ ვერ ცნობოდა ბაქოდან გამოსცემდა დადგენილებას. ფილიპე მახარაძის არგუმენტები კარგად ჩანს მის 1921 წლის დეკემბრის მოხსნებაში, რომელიც მან მოსკოვში რუსეთის ბომბარდირის ცეკასთან წარადგინა. ის ამბობს, რომ კავკიურო ანგარიშს არ უწევს ქართული ერის ნაციონალურ მიდრეკილებებს. მახარაძის აზრით საჭირო იყო ერის ნაციონალიზმის მიმართ დათმობაზე წასვლა და ინტელიგენციის ნაწილის განმობირება იმ ნაწილის, რომელიც სოციალ-დემოკრატების ოპოზიციას წარმოადგენენ წინააღმდეგებში და ის ამბობდა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის შენარჩუნების შემთხვევაში ეს ინტელიგენციის ნაწილი თანახმა იქნებოდა ეთანამშრომლად საბჭოთა ხელისუფლებასთან. ამ მოსაცდების საბუთურება დასტურდება იმითაც, რომ აჯანყებულების როცა 20 წელს აჯანყება მოხდა და მათი სასამართლო პროცესი გაიმართა 25 წლის ზაფხულში. სასამართლოს ჩვენებებში ჩანს ასეთი განწყობები. მაგალითად, კონსტიტუციური ანორინიკაშვილი ამბობს, რომ დამკომის შექმნას პრინციპში უკავშირებს ამიერკავკასიის ფედერაციის შექმნას 20 წელს და საქართველოს ეკონომიკური და პოლიტიკური დამოუკიდებლობის დაკარგვას. ასევე იასინ ჯავახიშვილი, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელი, დაკითხვაზე ამბობს, რომ კომუნისტური საქართველოს შეურიგდებოდნენ იმ შემთხვევაში, თუ იქნებოდა საქართველოს დამოუკიდებლობა შენარჩუნებელი, იგივე ამბობს მიხეილ ჯავახიშვილიც. დაპირისპირების საგანს ასევე წარმოადგენდა რკინიგზის და სამხედრო ვაჭრობის გაერთიანება და 21 წლის ბოლოს თქონდა ამიერკავკასიის ფედერაციის შექმნის საკითხი. ფილიპე მახარაძე არ ამბობს, რომ ეწინააღმდეგება ამ პოლიტიკას, არ ამბობს, რომ ამ გაერთიანება არ უნდა მოხდეს, მაგრამ ამბობს, რომ ის მეთოდები, რომელსაც იყენებს კავკიურო და ორჯონიკიძე, არის მიუღებელი, იმიტომ რომ უფრო რბილი მეთოდებით შეიძლება ამ ყველაფრის გაკეთება, მაგალითად ხელშეკრულების დადების გზით, ისე რომ რაღაც გარეგნულად მაინც მოხდეს დამოუკიდებლობის შენარჩუნება, რადგან აი ესეთი გადაწყვეტილებები, როგორცაც იღებენ ისინი, აშორებს ხალხს ხელისუფლებას და მეტად ამბობს ნაციონალისტურ მისწრაფებებს და ის ხალხს შეუწყობს ახალ პროვოკაციებს საბჭოთა მთავრობის წინააღმდეგაც პრინციპში გამართდა. ცოტა მეტად შევეხებით რკინიგზის გაერთიანების საკითხს, აქ ჩანს კარგად საზოგადოებრივი განწყობები როგორი იყო. რკინიგზის გაერთიანება მოხდა 21 წელს
და ამის შემდეგ მოხდა მუშების მასობრივი დათხოვნა და მათი ჩანაცვლება რუსიდან გამოგზავნილი მუშები. რადგან კიდევ სტატიკური ობიექტია, მისი გაჩერება იქნებოდა დამაზიანებელი და ამ მეთოდით მოხდა ამის თავიდან აცილება. 22 წლის ოქტომბერში რკინიგზის მუშათა დელეგაცია რეკომს მაშინგუტუბილანი იყო ხელმძღვანელი გადაცემის განცხადება, სადაც საუბარი არის როგორ ეროვნულ ჩაგრას განიცდიან ისინი. საუბარი არის არა მხოლოდ მათ მუშების მდგომარეობაზე უშუალოდ, არამედ ზოგადად რომ ქვეყანაში ხდება ეროვნული მუშის ჩაგრა, მაგალითად რეგიონებში ქართველები განდევნილები არიან, საუბარი აფხაზეთში, აჭარაში და სხვა რეგიონებში, ამავდროულად დედაქალაქშიც სხვები არიან პატრონები და მშრომელი ხალხი ეროვნული ნიშნით იდევნება. როგორც ვიცით, ნაციონალისტურ კომუნისტებმა, ეგრეთ წოდებულმა, ფილიპმა ხარაძე-ბუდულამა და სხვებმა წააგეს ეს დაპირისპირება და 1922 წელს მასობრივად გადაწყდნენ თანამდებობებიდან და უკვე შემდეგ მოდის ახალი შემადგენლობა პარტიის, რომელმაც შეცვალა ეს პოლიტიკა. სწორედ ამ კონტექსტში იგეგმება და შემდეგ უკვე ხორციელდება აჯანყება. მიუხედავად იმისა, რომ კომუნისტური ხელისუფლება ინფორმირებული იყო იმაზე, რომ აჯანყება იგეგმებოდა, ხდებოდა პერიოდულად დაჭერები, მაინც მათთვის მოლოდინები იყო ის მასშტაბი, რომელშიც განხორციელდა აჯანყება და განსაკუთრებით საკუთრებაში იყო მათთვის დასავლეთში გლეხების ჩართულობა ამ აჯანყებაში. და ამ აჯანყების შეფასებისას მათ უწევთ რეფლექსია გააკეთონ იმაზე, თუ რა პოლიტიკის ბრალი იყო ეს და რა შეცდომები იქნა დაშვებული, რამაც გამოიწვია ამ მასშტაბის აჯანყება. პოლიტიკის შეფასებას ამ აჯანყებასაც ვიგებთ საქართველოს კომპარტიის ცეკას პირველი მდივანის მიხეილ კახიანის და ამიერკავკასიის რეგიონული ბიუროს ამ დროს ზაკრაიკომის წერგოლჯენიკიდის შეფასებებში ისინი მალევე გაემგზავრნენ რეგიონებში, შეხვდნენ მოსახლეობას, გაესაუბრნენ და შემდეგ უკვე მოხსენებები წარადგინეს, რომელიც 25 წელს წიგნადაც გამოიცა. მათი შეფასების ხაზი ემიგრაციის ცალსახარივად იყო გარედან ინსპირირებული, ანუ ემიგრაციის მთავრობის მიერ ინსპირირებული აჯანყება, ინტერესი ჰქონდათ საფრანგეთის ინგლისს და მაშინ რა თქმა უნდა მონაწილეობდნენ ის ძალები, რომელსაც ბუნებრივად მიუღებელი არის საქართველოს ხელისუფლება, ესენი არიან ყოფილი თავდაცნაურობა, ვაჭრები და ასე შემდეგ. პარტიის წარმომადგენლები ხადია. ამას ნაობად იმას, რომ აჯანყებას არ ჰქონდა პროგრამა, ისინი არ თავაზობდნენ არაფერს, მხოლოდ ერთ-ერთი იყო ეს საქართველოს დამოუკიდებლობა, რაიმე ეკონომიკური თქვათ ზიანი ჰქონდათ, მაგრამ ამასთან მათ უწევთ პასუხი გასცემ იმას, თუ რატომ მოხდა გლეხების ჩართულობა ამ აჯანყებაში და ასევე უწევთ პასუხი გასცემ დამოუკიდებლობის მოთხოვნა, ზოგადად ძალიან ძლიერი სენტიმენტი არის. შეფასებები თვითკრიტიკული არის, ეს თვითკრიტიკა მიემართება განსაკუთრებით პარტიის ქვედა როლებს. ამბობენ, რომ კომუნისტური პარტია საქართველოში ძალიან სუსტი არის, ადგილი აქვს უხეშ გადაცდომებს, ლეხთა მოწმების ინტერნეტის გაუთავისუფლებას, დიდ შემთხვევაში შეურაცხყოფას და მძიმე ფაქტები არის აღწერილი. ამბობენ, რომ ხდებოდა გადასახადების თვითმფრინავი დაწესება, რაც ლეხთა გაღიზიანებას იწვევდა. იყო ის საკითხი, როგორც იყო აბრეშუმის პარტიის ჩაბარება, რომლის მონოპოლიაც ცეკავში მაიღო იმ პერიოდში და არ ხდებოდა თანხის განსაზღვრება, გაგვიანებით ხდებოდა, რაც ლეხთა გაღიზიანებას იწვევდა. დასავლეთში ეს მნიშვნელოვანი შემოსავლის მნიშვნელოვანი წყარო იყო. გადაიკეთა ძალიან ანტირელიგიური მუშაობა და თქვენს რომ გადააჭერდეს ამ პოსტებს და უნდა შეწყდეს ეკლესიების დახურვა. საერთოდ ასმა არის ის, რომ მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს სოფელს, რადგან გამოსვლები არ იყო თქვათ ქალაქებში, იქ სადაც არის მუშათა კლასი და უფრო მეტად ჩართული იყო ამ გამოსვლებში სოფელი. და ეს ზოგადად საბჭოთა პოლიტიკაში წაისახა, რადგან ამ დროისთვის უკვე არის ახალი ეკონომიკური პოლიტიკა, რომელმაც გამოიწვია ეწოდებული მაგნატის კრიზისი, რომ სამეცნიერო პროდუქტი გაიაფდა და სამეცნიერო პროდუქტი ძვირია და დღეს ვერ აფერხებენ თავიანთი გაყიდული პროდუქტით შეძენას, პროდუქტების შეძენას. არის ზოგადი მიდგომა იყო
ზოგადად იყო ის რომ უკვე სახით სოფლისკენ უნდა მიიღებულიყო და დაეფოთ ლეხთა კულები ესე ვთქვათ. ორჯონიკიზე კიდევ უფრო მეტად ხაზს უსვამს საცხოვრებლის ეკონომიკური მდგომარეობას, რადგან იქ მიწები არ არის ნაყოფიერი, მცირე მიწიანობა არის, მიწები გაუვლიდათ ლეხებს, მაგრამ ეს არ არის საკმარისი საჭირო ეკონომიკის განვითარება. ამას რომ კი არის უკვე ქუთაისში მუშაობს მოლდის ქარხანა, მაგრამ უნდა გაფართოვდეს, უნდა მოხდეს ვთქვათ ჩაის და აბრეშუმის მრეწველობის განვითარება და ეს რესურსის ათვისება და ინდუსტრიის განვითარება, რაშიც შემდეგ ყოველ წლებში ვხედავთ, რომ მართლაც იდება ინვესტიციები და ჩაის და გამყოფის მრეწველობა ამ პერიოდში ვითარდება დასავლეთში. ბოლოს შევხედი ეროვნულ საკითხს ამ შეფასებაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. ერთი მხრივ კახიანი ორჯონიკიძე მივსებენ იმაზე, რომ მათი ეროვნული პოლიტიკა გაამართლა და წარმატებული იყო და შექმნა მშვიდობა კავკასიაში. ამით ისინი გულისხმობენ იმას, რომ ეროვნული უმცირესობები დასახლებულ რეგიონებში აჯანყება არ მოხდა და იქ მოსახლეობა არ გამოსულა საბჭოთა საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ. ზოგადად ისინი ერთგულები არიან საბჭოთა საქართველოს ხელისუფლების და უფრო მეტიც მოხდა ისე, რომ თქვათ აჯანყაში გლეხებმა დაიცვეს თურქეთის საზღვარი, რომ იქიდან ადრე აქონდა პროვოკაციას, როგორც ისინი ამბობენ და კახიანი თქოს, რომ გაგრძელებული იყო ნაციონალისტ პოლიტიკა, ისინი მიიღებდნენ აჯანყებას მათ წინააღმდეგ. რადგან მაგალითად იმ პერიოდში, პირველ წლებში, როდესაც დიდებმა მახარაძეები იყვნენ სათავეში, აჭარის ავტონომიის საკითხი ყოლდებოდა. ამასთან კახიანი აღნიშნავს იმასაც, რომ არსებობს უშუალოდ ქართველების მხრიდან ტიტულოვანი ერის მხრიდან, რომ ისინი უარეს მდგომარეობაში არიან, ვიდრე სხვა ეროვნებები და არის წნეხი ამიერკავკასიის ფედერაციის მხრიდან, მაგრამ კახიანი ამას არ იზიარებს, ამას რომ დიდი მიდგომა აქვს ინტელიგენციის მიმართ და ეს პრინციპში ეს სენტიმენტი მიუხედავად იმისა, რომ კოლონიზაციის პოლიტიკა გაძლიერდება და მასშტაბს მიიღებს, თუმცა ბოლომდე ეს პრობლემა გადაწყვეტილი არ არის. მეორე მხრივ ორჯონიკიძე აღიარებს, რომ განშობილ იქნა შეცდომები ეროვნულ საკითხთან მიმართებაში, მაგალითად ამბობს, რომ რკინიგზის გაერთიანება იყო არასწორი და მოხდა ისევე ნაციონალიზაცია რკინიგზის და ამ მხრივ აღიარებს, რომ პრობლემა იყო. შეჯამების სახით შეიძლება ითქვას, რომ ის საკითხები, რომელსაც დიდებმა მახარაძეები თავიდან აყენებდა და რადგანაც იყო წინააღმდეგობა, პრინციპში მთავრობა შემდეგ პარტიას მოუწია ამაზე გარკვეულ დათმობაზე წასვლა, რაღაც მხრივ გამართდა ის გაფრთხილებები, რომელსაც მახარაძე საუბრობდა და ზოგადად აჯანყების შემდეგ მთავრობას მოუწია, რომ დათმობაზე წასულიყო ერთი მხრივ გლეხების მიმართ, დაიწია გადასახადებები სხვა კომპრომისებზე წასულიყო და მეორე მხრივ გაეძლიერებინა კოლონიზაციის პოლიტიკა, ან დათმობაზე წასულიყო ეროვნული პოლიტიკის მხრივ, იმისათვის, რომ მოეხდინა ძალაუფლების განმტკიცება და მოსახლეობის ჩართვა იმ პროექტში, როგორც იყო გიორგი? სალამი. ისმის, კარგად. ხო, მადლობა პირველ რიგში ყველას მოსვლისთვის, იმიტომ რომ მაქეთ მხარეს ძალიან ხშირად ყოფილ ვარ, მაგრამ ამით პირველად ვარ და მეგონი სხვებიც და ასევე მინდა მადლობა გადაგიხადოთ ამ მნიშვნელოვანი წამის ერთად გაზიარებისთვის. მე დღეს სუსტავენ როდესაც ეს იგეგმებოდა სხვა თემაზე ვაპირებდი საუბარს და სხვა სიტუაციაში იგეგმებოდა და სხვა დროს მეთანხმება, მაგრამ ის ყველაფერი, რაც ბოლო წლის განმავლობაში ხდება, ცხადია სხვანაირ ტვისტესრიგს ქმნის და ამ ტვისტესრიგში საკუთარი შემოტანილია და ხანდახან გაბნულად კონსტრუქციული ლაპარაკიც და მოსმენაც ალბათ, მაგრამ ვეცდები, რომ
დროს ძალიან არ გადავაჭარბოთ, დროს მიჭირე. და დავიწყებ იმაზე საუბარს, თუ რატომ შევცვალე დაახლოებით იმდრომა საკითხისადმი, თუ რაზე მინდოდა დღეს მელაპარაკე. ეს აჯანყება ჩემთვის არის ფაქტობრივად ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ნაწილი, რომელიც იწყება ძალიან ჩემთვის ამ აჯანყებიდან მინიმუმ 30 წლით ადრე და არის ასე ვთქვათ, ასევე მანიშნებელი ბევრი მახასიათებლით იმისა, თუ რა მახასიათებლები აქვს ამ მოძრაობას, ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას, რომლის საბოლოო, ასე ვთქვათ, პროდუქტი უნდა ყოფილიყო და იყო კიდეც გარკვეულწილად ქართული ეირი სახელმწიფოს შექმნა სამოქალაქო დემოკრატიას. ამ მოძრაობის მთავარი მახასიათებელი ყოველთვის იყო მრავალფეროვნება, რომელიც ყოველთვის იყო მისი სიძლიერე, მაგრამ რაღაც მომენტებში რატომღაც ყოველთვის სისუსტედ გარდაიქმნებოდა ხოლმე. და მინდა რომ ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვეთ და დავინახოთ ამ ამბავს, ჯანყის ამბავს, თვითონ მონაწილეები ემიგრაციული მთავრობა პირველ რიგში და შემდგომ სხვა შენაკადები და მხარეები ამ აჯანყებისა როგორ ხედავენ, რა სიტყვებში აქცევენ, რას უკავშირებენ და სად არის აქ თანხმობა და სად არის გარკვეულწილად წინააღმდეგობა. პირველ რიგში მინდა დავიწყო იმ წერილით, რომელსაც პირველად აგზავნის ჟორდანია ემიგრაციიდან და უგზავნის თავის პარტიას ტრადია აქ საქართველოში. ის ცდილობს, რომ რაღაცნაირად ანგარიში ჩააბაროს აქ დარჩენილ მის მოკავშირეებს და პარტიის წევრებს, თუ რას აკეთებენ ისინი ემიგრაციაში, რა ხდება იქ და რა პროცესები მიმდინარეობს. ის წერს, ახლა იკითხავთ უეჭველად, რას ვაკეთებ ჩვენ აქ. როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ჩვენ აქ დაგვხვდა მოსკოვის მთავრობის მიერ გავრცელებული ამბავი. საქართველოში რუსის ჯარი არ არის, არავითარი ომი არ ყოფილა, აჯანყებულმა ხალხმა განდევნა მენშევიკური მთავრობა და აირჩია ბოლშევიკების. ამას ისე უტიფრად და დაჟინებით წერდნენ, რომ ბევრს სჯეროდა. აქ ყოფი ჩვენი ამხანაგები ამ გასაშტერებელ ჭორს ებრძოდნენ. დასაკვირველია, ასეთ უტიფრობასა და სილაჩხეს ბოლშევიკებისგანაც არ მოვედოთ. ოღონდ სილაჩხეში რას გულისხმობს დავუკვირდით. აკაო კომუნისტურ პრესაში ჯერ წერდნენ, წითელი ჯარი მიუახლოვდა თბილისს, აიღო თბილისი და სხვა. მაგრამ როცა ეს იმპერიალისტური თავდასხმა არ მოეწონათ, უცებ შეაბრუნეს კეხი და სულ საწინააღმდეგო ამტკიცეს. გაიმართა პოლემიკა თითქმის ყველა ქვეყანაში, სოციალისტურ და ბოლშევიკურ გაზეთებს შორის ჩვენი საკითხის გარშემო. ესე იგი, მართალია რუსების ჯარები მოქმედებს საქართველოში, თუ ქართველი ხალხის აჯანყება მოხდა 1921 წელს. ანუ იმ მომენტში, როდესაც ემიგრაციული მთავრობა ჩადის საფრანგეთში, მას ხდება დეზინფორმაცია. ვთქვათ, დღევანდელი ტერმინებით ვთქვათ. ეს დეზინფორმაცია არის მრავალმხრივი და სჭირდება მრავალმხრივი ბრძოლაც და ამ დეზინფორმაციისთვის დეზინფორმაციათა საბრძოლოდ ისინი იწყებენ მთელ რიგ სამუშაოებს, ეს არის პრესა, კონკრეტული ადამიანების მივლინება მეგობარ ჯგუფებთან, სოციალ-დემოკრატიულ პარტიებთან, რომ ჩავიტანოთ ამბავი თუ რეალურად რა მოხდა საქართველოში. მეორე
აუცილებელი და რატომ შეიძლებოდა ბოლშევიკებს კეხი მიებრუნებინათ და ელაპარაკათ, რომ არა, აჯანყება მოხდა თავისით. 24 წელი არის ასევე ცოტა აღარ მომწონს ეს სიტყვა, მაგრამ გეოპოლიტიკურად რთული და ესე იგი გარდამტეხი მომენტის გაგრძელება, რაც არის პირველი მსოფლიო ომის შემდეგ საერთაშორისო წესრიგის გადალაგების პროცესი. და სადაც მთავარი, ასე ვთქვათ, საერთაშორისო სამართლის ახალი იდეა, დილებულება, რომელსაც უნდა ემყარებოდეს ახალი წესრიგი, არის თვითგამოყრობის პრინციპი. შესაბამისად, მაშინ, როდესაც ასევე ნოე ჟორდანია აჯანყებაზე საუბრობს უკვე და ახალ წერილს წერს ჯუბელს იქ საუბრობს, რომ აუცილებელი იყო ჩვენ გვებრძოლა ბოლომდე, როგორც შეგვეძლო 1921 წელს, რომ ჩვენ ქონოდა არგუმენტი და ჩვენ ქონოდა იმის თქმის საშუალება, რომ საქართველო არის ოკუპირებული უცხო ქვეყნის ჯარის მიერ და ჩვენ მოვითხოვთ საერთაშორისო სამართლით ამის შეჩერებას. თუმცა ცხადია, ეს პროცესი, ანუ საერთაშორისო სამართლის გარკვეულწილად შეცვლა დაწყებულია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველაფერი ლანგრით მოგერთვება. ხო, არ ნიშნავს, რომ ეს თვითგამოყრობის პრინციპის და საზღვრების დაცვა ლანგრით მოგერთვება. არ უნდა დაიცვა ყოველთვის, მithumetes ამ მომენტში დასავლეთში, სადაც ბოლომდე და კარგად არ იცნობენ საქართველოსა და კავკასიას და ამისათვის ემიგრაციული მთავრობა იწყებს მთელი რიგ სამუშაოებს, რომ ისაუბრონ არა მხოლოდ საქართველოზე, არამედ კავკასიაზეც. რომ კავკასია მაშინ, როდესაც პირველი მსოფლიო ომის შემდგომი გადალაგების სიტუაციაში კავკასია დაისვას, ასე ვთქვათ, პოლიტიკურ საკითხად, სადაც და შეიძლება არა მხოლოდ კავკასია და საქართველო კონკრეტულად, სადაც მოლაპარაკებებში იქნება ჩართული ეს საკითხი. მაგალითად, ერთ-ერთ წერილში ნოე ჟორდანია ამბობს, რომ აუცილებელია წინააღმდეგობა რუსების წინააღმდეგ იყოს საერთო კავკასიური, იმიტომ რომ ჩვენ ნახეთ 1921 წელს ცალ-ცალკე დარჩენა, რომ არ გამოიღო შედეგი. ამიტომ აუცილებელია საერთო წინააღმდეგობა სწორედ აი ამ მომენტში 21-დან 24-მდე, მაშინ, როდესაც საერთაშორისო პოლიტიკაში მიმდინარეობს მოლაპარაკებები, როგორც რუსეთის აღიარების შესახებ, ასევე სავაჭრო ხელშეკრულების დადების შესახებ და თითქოს აი ამ ყველა დიალოგში ისინი ცდილობენ, რომ საქართველოს საკითხი იყოს კაფეოდ დასმული და დიალოგში მაინც ჩადო. ამას ემატება სხვა პუნქტები და სხვა, ასე ვთქვათ, სირთულეებიც გადის. რომ გავაგრძელოთ ასევე ჩემი მეგობრების მომსწრების აზრებიც, მაშინ, როდესაც საქართველოს ემიგრაციული მთავრობის წევრები აი ამ პოლიტიკაში ნარატიულად გამართვაში ასევე არიან ჩაბმულები, ჩვენ გვყავს აქ ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრები, რომლებიც ჩემთვის არიან სამხედრო გამწევი ძალა, მნიშვნელოვანესი ამ პროცესისთვის, ჩემი აზრით, და იდეური გამწევი ძალა არის ემიგრაციული მთავრობა, რომელიც იდეურად ატალიბებს საფუძველს და საძირკველს საქართველოს გათავისუფლებისათვის. და მაშინ, როდესაც მაგალითად ალექსანდრე სულთანიშვილი აღწერს ჰემისფერის საუბარს და ნაამბობს, თუ დავაკვირდებით წინადადებებს, სიტყვებს, ფაქტებს, რასაც ის მოიხმობს, შეიძლება
თვალითაც კი დავინახოთ 1824 წლის მთიულეთის აჯანყების მიზეზები, წინაპირობები, იქ კონკრეტული ფაქტებიც კი მოჰყავს, რომელიც არქივშიც არის და თითქოს გონია რომ ეს მანკაც დანახილავს ეს საკითხული აქვს არქივში. ცხადია ეს არის თაობათა შორისი მეხსიერება და შეფიცულთა რაზმს უკავშირებს ალექსანდრე ბატონიშვილის ბრძოლას 120 წლის წინამდე ამბავს, ოღონდ ცხადია ეს არ ნიშნავს რომ შუა პერიოდს ან მქონე პერიოდს აგებს უბრალოდ შინაგანი იმპულსი, შინაგანი მისწრაფება, შინაგანი მიზეზი, ასე ვთქვათ, მოქმედებისა აი ამით განსხვავდება. ჩემი აზრით, რომ ამ ორ ჯგუფს შორის არის დიდი სხვაობა, მრავალფეროვნება კონკრეტულად, რომელიც ერთმანეთს ავსებს, მაგრამ ამ კონკრეტულ მომენტში არის სისუსტე, იმიტომ რომ მათ ერთმანეთს არის. ისინი როდესაც ერთმანეთს ელაპარაკებიან, სხვადასხვა ენაზე საუბრობენ ჩემი გადმოსახედიდან, რაც მათ ხშირად აფერხებს დამკომის მუშაობასაც და ამას ხშირად დამოუკიდებელი კომიტეტის, რომელიც შეიქმნა აჯანყების წარმოწყვეტისას, აფერხებს ამის მუშაობასაც. ეს ორი ასე ვთქვათ ფლანგი, რომელსაც მე ამ მოხსენებაში გამოვყო, კი თითქოს სხვადასხვა რამეს ამბობს, ოღონდ მიზანი ორივესთვის არის ერთი. მიზანი არის საქართველოს დამოუკიდებლობა და ოკუპაციის დასრულება, ხო, საქართველოს გათავისუფლება. ოღონდ აი აქ კიდევ ერთხელ და ბოლო ნიუანსს მინდა გავუსვა ხაზი, როგორ აღწერენ აჯანყებას, ჯანყს, როგორ საუბრობენ ამას. და ჩვენც ხშირად ვახსენებთ ხოლმე დავფიქრებთ ვეძახით გამოსვლას, ხო? გამოსვლა ხალხი გამოვიდა აჯანყების დროს, ხალხი გამოვიდა, ხო? კონდა ეს ერთი შემთხვევა, როდესაც ჩემს უცხოელ კოლეგას ის მინდოდა ამიხსნა გამოვიდა რას ნიშნავს. იმიტომ რომ ერთიანდება შეიძლება აჯანყება და გამოსვლა, ხო? და აჯანყება დაპირგვესოდა, თორემ გამოსვლა ნიშნავდა კიდევ უფრო მეტს, კიდევ სხვა რაღაცას. გამოსვლა ნიშნავდა წინააღმდეგობას აწმყოს მინდა, ხო? რომ ადამიანი გამოდის აი მაწმყოში არსებული რეალობის წინააღმდეგ, სხვადასხვა მიზეზით და გამოჩნდა სხვა მიზეზები, კეთი საუბრობდა ასევე ბევრ სხვადასხვა მიზეზზე, მახსოვს ბექას საუბრობდა წინა მოხსენებაზე გურულებზე, ხო? რომელსაც 1905 წლის რესპუბლიკის გამოცდილება, რაც აღმოსავლეთ შეიძლება სხვა გამოცდილება, ხო? აი ეს გამოცდილებები სხვადასხვა, მაგრამ ეს მრავალფეროვნება რეალურად არის სიძლიერე, რასაც გამოჰყავს ხალხი. და ჟორდანია მაგალითად შეფასებისას ამბობდა ჩვენ ბრძოლას მახსოვს ასე ვთქვი სტატიას, წერს რომ იყო რეგიონები, სადაც ხალხი უიარაღოდ გამოხვდა. და ჩვენ ვაწყობთ სამხრეთ აჯანყებას და უიარაღო ხალხის გამოსვლა შეცდომა იყო იმ მონაკვეთში, ესე ამბობს. ეს ჩემი აზრით აჩვენებს ზუსტად ამას, რომ ჯანყი, გამოსვლა, აჯანყება არის წინააღმდეგობა ყველასი ამ მომენტში, რაც გონია რომ რასაც გონია რომ კავშირი აქვს ზოგადად ადამიანის, ასე ვთქვათ, გზასთან, წინააღმდეგობის გზასთან, დღევანდელობასთანაც, როცა გამოსვლა ნიშნავს აწმყოდან შენი თავის ამოგდებას, აწმყოს გარკვეულწილად არ დამორჩილებას და თქმას ამისას და გამოხატავს. გადახან იმ მომენტში ეს იყო
წინააღმდეგობა აპრიორი ნიშნავდა, რომ იქიდან იარაღიანი ხალხი მოდის და ცხადია შენც მომზადებული მიტარიყო, ეს ასე აღარ არის საიმედოდ, მაგრამ აი ეს პოლიტიკური ტერმინები, ის მეტაფორები ასევე, ის სიტყვები, რასაც იყენებს ეს ხალხი, საკუთარი იდენტობის, საკუთარი ლოკალური, ასე ვთქვათ, გარემოს, შემდეგ რეგიონის და შემდეგ უკვე სამყაროს დასახასიათებლად, მგონია ეს მნიშვნელოვანია, რომ კარგად, ასე ვთქვათ, გავიაზროთ, რომ რეალურად მივხვდეთ ამ ადამიანების მოტივებს იმ კონკრეტულ სიტუაციაში, მიზნები ცხადია და ასევე აუხსნათ გარკვეულწილად მას შემდეგ მომხდარი მომენტები და აწევს. სულ ეს იყო ძალიან დიდი მადლობა საინტერესო მოხსენებებისათვის. ალბათ ახლა დავუთმობ კითხვებს. მე თვითონაც მაქვს საკმაოდ ბევრი, მაგრამ დავუხსენები. მოდით ეს სამიგრაფონს მოგაწვით. მოგესალმებით, ხაჯერია. მადლობას მოახსენებ ორგანიზატორებს ბუნებრივი ასეთ საინტერესო დისკუსიისათვის და მადლობას გიხდით როგორც ხორცეთ თქვენ ასეთ საინტერესო მოხსენებებისთვის. თქვენთან ექნება შეკითხვა გიორგისთან ამ შემთხვევაში აი გერმანულ მასალებს უფრო მეტად თქვენ იცნობთ როგორც ბატონო ალექსანდრემ ახსენა და მე მაინტერესებს უშუალოდ აი მაგალითად ხალხო წერეთელი აი კერესელიძეები იყვნენ მაგალითად აი სოფიუმის პერიოდში როდესაც გერმანიაში მყოფებოდნენ და მაგალითად გერმანიასთან ალაგებდნენ ურთიერთობას აი ეს ძმები კერესელიძეები თუნდაც ხალხო წერეთელი თუნდაც სურგულაძე იყო მახსოვს უბრალოდ მახსოვს ერთ-ერთი მათგანი ისინი როგორ აფასებდნენ აი ამ 1920 წლის აჯანყებას თუ გაქვთ ამასთან დაკავშირებით ცნობა ეს ერთი მეორე მაინტერესებს თვითონ ადგილობრივი გერმანული სათვისტომო მაგალითად ამ პერიოდისათვის 1925 წლამდე თუნდაც არ შეცებობს რეალური გიმნაზია მარტინ ეკერის დირექტორობით თუ ვინმე ეთნიკურად გერმანელი არის ამ აჯანყებაში ჩართული ან მაგალითად ეს გერმანულ სათვისტომოს ან თქვათ სკოლას ან პოზიცია თუ აქვს დაფიქსირებული აჯანყებასთან დაკავშირებით და მესამე საკითხზე ერთი ასე ვთქვათ ჩაგეჭრები აქვე იმიტომ რომ თქვენ გეშლებათ ალბათ გიორგი ასტამაძე რომელიც გერმანულ საკითხებზე მუშაობს გიორგი ჩკადოასთან არა თქვენ ბრძანოთ რომ გერმანიაში იყო არა გერმანიაში იყო ამ კონკრეტულად კავკასიის საკითხებზე არა ამ 24 წლის აჯანყებასთან დაკავშირებით არა ამიტომ ეს მაინტერესებს რომ თვითონ გერმანიაში რა გამოხმაურება მოხდა ამის გამო რომ აი ის ჩემი ერთასახელებული პიროვნებები ისინი გერმანიაში მოხდა გიორგი ასტამაძე იყო ასტამაძეს წიგნი გამოდის ახლა მართალია 21-24-ში გერმანიის ჩართულობა საქართველოში ასე რომ კი და მესამე ნაწილი რაც მინდოდა მეთქვა ის ნუსონის რაღაც ახალგებული მორალური პრინციპი ასე ვთქვათ გამორკვევის შესახებ მარტო საქართველოსთან კი არა დაირღვა სამხრეთ ტიროლის შემთხვევაში დაირღვა სილეზიის შემთხვევაში დაირღვა ზუგდიდალანის შემთხვევაში საკარპატიას შემთხვევაში და ასე შემდეგ ასე რომ საქართველო არ ემონტა ისე გაუნაკლის საქართველოში ხო რა ვიცი მაშინ ეს იყო ჩემი კითხვა თუ გაქვთ რაიმე ინფორმაცია ამ გერმანულ წყაროებთან დაკავშირებით მაგალითად მადლობა პირველ რიგში მინდა ითქვა რომ ჩემი დღევანდელი დღე იმედი მაქვს რომ გაცილებით მეტ შეკითხვას გააჩენს და დაბადებს და უფრო ისეთ შეკითხვებს რომელზეც არც ერთ პასუხი არ გვექნება ეგ იქნება ჩემი კმაყოფილების წყარო იმიტომ რომ ბევრი სხვადასხვა კუთხე არის, რაც თუნდაც ეგ რაც მაინტერესებს კონკრეტულად ამ აჯანყებასთან მიმართებით. მე კონკრეტულად ამ შეკითხვაზე პასუხი ნამდვილად არ მაქვს. თუმცა გასათვალისწინებელი არის აქ აი იგივე საერთაშორისო მდგომარეობა პირველ მსოფლიო ომის შემდგომ
ნახტომი ალბათ, სადაც აი ეს დამარცხებული მხარეების არ მიწვევა პარიზის სამხედრო კონფერენციაზე და შიდა ესე იგი იმ დროს ურთიერთობები გაცილებით რთული არის, ვიდრე აქედან ნევანდელობიდან ჩანს შიდა სახელმწიფოებრივიც. ამიტომ მნიშვნელოვანი და კარგი შეკითხვა. მხოლოდ ეს შემიძლია მოგიწოდოთ და მოგიწონოთ. თურმეს ექნება პასუხი? მე როგორც იმ პროგრამის ხელმძღვანელი, რომლის 4-დან 3 მომხსენებელი ამ პროგრამის სტუდენტები ან კურსდამთავრებლები არიან და როგორც ამდროინდელი პანელური დისკუსიის ორგანიზატორი, თავისუფლებას მივცევ და მცირე შეფასებას გავაკეთებ. დიდი მადლობა მინდა უთხრა გუშინდელად მომხსენებლებს, რაც შინაგანზე ამაყეც სამაქრო. ესე იგი, ჩვენ პროგრამას ამთავრებენ ადამიანები არიან ახალგაზრდა მეცნიერები. ხო, აღარ არიან თვალ სტუდენტები უკვე და ცოტა ესწრება ეთყობოდა, ანუ გეოგრაფიულად კარგად თავართ ბარიერის ამ მხარეს, ფანებში ბარიერის, მაგრამ ეს მალე გათავისდება ეს პროექტი და როგორც თევზის წყალში მეორე და მეორე სამი განსხვავება ესე იქნებით. და თვითონ რაც ძალიან მომეწონა, რომ რაც ჩვენი ისტორიოგრაფიაში ხშირად აკია ხოლმე, აქ იყო, რომ ყველას ხმა გავიგეთ. ანუ საბჭოთა პროპაგანდის ხმაც გავიგეთ, საბჭოთა პროპაგანდის მიღმა ბიუროკრატიის ხმაც გავიგეთ, ემიგრანტული ხმაც მთავრობის ხმაც გავიგეთ, ხელისუფლების ხმაც გავიგეთ, ხო, ანუ როცა რაღაც ლაპარაკობთ, ყველა ხმა უნდა ისმოდეს, ეს არის კარგი ისტორიული და ისტორიოგრაფიული ანალიზი და ასევე ერთი რაღაცა, რაც მე კიდევ ერთხელ გავიგე და გავითავისე, რომ მიუხედავად იმისა, რომ ცოცხალი მეხსიერება შეიძლება არ არსებობდეს, იმიტომ რომ რაღაც ეს 24-დან 27 წლამდე ფიზიკურად გაანადგურეს ხალხი, ეს ცოცხალი მეხსიერება შეიძლება არ არსებობდეს, მაგრამ ეს ნარმა მაყაშვილის სიტყვაგირო დადიოდა თბილისის ქუჩებში მთელი წლის განმავლობაში გავიმარჯვებთ სახელოვნად და აი ეს ხალხი ეს ამბებს რო ისმენ, ვთქვათ, აი საბჭოთა პროპაგანდა როგორ აშავებს ამ ხალხს და რო ხედავ დღევანდელ ხელოვნებასთან რეფლექციას, რო ხედავ мотивация რა იყო, ამ თავისუფლება რა არის, რატომ გვინდა თავისუფლება და ამას რო საკუთართან რეფლექსირებას უკეთებ, ანუ ამ მემკვიდრეობას რაღაცნაირად ხედავ, მემკვიდრეობის აღდგენა იული არის ერთი კომპონენტი, რაც იყო ამ დასვარეს პრობოტობა, ასე ვთქვათ, მაშინ არ იყო ხო ეს ინტერნეტი, მაგრამ იყვნენ ხალხი კიდე დამატებით, ვინც სოფელ-სოფელ დადიოდა და ამბობდა, რომ ეს ყაჩაღი არის, იმას ეს მოპარა, ანუ ხმის დაყრა, ხმის გავრცელება, რომელიც განსაკუთრებით მძაფრად ხდებოდა ქართლის წინააღმდეგ და ერთი კომპონენტი ეგეთი, რაც მოხსენებას შემქონდა, ერთი კომპონენტი ეს ძალაუფლების დინამიკა, რაც აქვს საბჭოთა ხელისუფლებას, ანუ იყო ის გურიის სამაზრო კომიტეტის ცენტრალური გურიის აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის მოხსენება იყო ლომინაძის, იყო კახიანის, მაგრამ საბოლოო ჯამში გადაწყვეტილებები საბჭოთა ხელისუფლების დაეყო ორჯონიკიძის მოხსენებას. ანუ ფინალური გადაწყვეტილებები, პოლიტსაბჭოს, პოლიტბიუროს გადაწყვეტილებები უბრალოდ დაეყო ორჯონიკიძის მოხსენებას და ამ ჩანს, რომ ორჯონიკიძე არის მაინც ესეთი ყველაზე ცენტრალური ტიპი და მთავარი კაცი, მთავარი გადაწყვეტილებების მოგება და ერთი რაღაცა კიდე რაც ჩვენ დღევანდელ რეალობასთან ასევე გვაქვს გადასასწორებელი. როკეტის სწორად აღნიშნა, რომ 24 წელს არის ძალიან კრიტიკული თვითრეფლექსია, ამ საბჭოთა დოკუმენტებს რო კითხულობ და ისინი კარს მიღმა განიხილავენ საკუთარ ძალიან თვითკრიტიკულები არიან, რომ აი ახლა ჩვენ ეს გავაკეთეთ ეს და რაღაცებში უნდა დავთვალოთ რა, რომ ანუ მეტი ნაციონალიზმი მივცეთ, ეკლესიები ნაკლები დაუკვეთოთ
მეტი ეკონომიკური შესაძლებლობა მივიწევთ, ნაკლები გადასახადი მივიწევთ, მაგრამ ეს ხდება 24 წელს, იმიტომ რომ შეშინებულები არიან. ანუ უცებ შეშინებულები არიან. როგორც კი ეს გადააგორეს, ამის შემდეგ მოდის კოლექტივიზაცია, კალკულატება და შემდეგ ნიზაბნა რომ იტყვიან, შემოდის სტალინიზმი, სრული რიხით და 36-38 წლების ტერორი. მაგრამ 24 წელს სადღაც იყო, აი როგორც სწორად ითქვა ერთ-ერთი მოთხოვნით, 24 წელს სადღაც იყო ის სწორად ის გზნობა, რომ რაღაცა მაინც დავათმობინეთ, რა რაღაცა ყავს კაკალი გავაგდებინეთ, ასე რომ ვთქვათ და არა ეგრე არ ხდება ეგ ამბავი რა, რომ ეს ბოლომდე არის ეს ამბავი მისაყვანი. პრინციპში უფრო კომენტარები გავაკეთებ ეგრე კითხვა, ბოდიში განმოცემას თქვა, დიდი მადლობა. დავით და მერგეევი. დავით. გამარჯობა, დავით გლიაშვილი, დიდი მადლობა ორგანიზატორს, მოხსენებლებს. კონკრეტულად არ ვიცი ის კითხვა, სადაც შესაძლებელი გიქნებათ ალბათ გამიფასუხოთ. მე მაინტერესებს ამ პროცესებში 22 წლის ჯანმრთელობაში მოხდა რამდენად თანაუგრძნობდა ამას ხალხი. მაინტერესებს შესაძლებელი უშუალოდ არ იყო ჩართული, ხო? ნაწილი მოსახლეობის, მაგრამ ქონდა თუ არა გარკვეული მხარდაჭერა იდეოლოგიური ამას, ხო? ძალიან მნიშვნელობა აქვს ამ წუთში ამთან მოსახელიდან, ხო? და უკვე მაგალითად ქონდა თუ არა პროპაგანდა სიმბოლოზე ნამუშევარი, რომ გაიშაბებინა საბოლოოდ, თუ მაინც იყო გარკვეული წინააღმდეგობის სული. იმიტომ რომ ხო ძალიან პატარა სამწლიანი პერიოდი ქონდა დამოუკიდებლობის და კანდიდატ გქონდა გათავისება ამ დამოუკიდებლობისა. იმიტომ რომ გარკვეული ნეტვორკ პერსპექტივად ხემანდელი დღიდან შეგვიძლია დღევანდელობასაც გავაკეთოთ. დიდი მადლობა. მიგითავებს. დავით ხებსურებით. მე რაც შემიძლია გიპასუხოთ 1922 წლის ესეთ ხევსურეთის ამბოხებას, იმიტომ კი ხევსურეთის ამბოხება რომ არ დაცდენილა, ესე ვთქვათ, ხევსურეთის საზღვრებს. მხოლოდ რაღაც პირახეთ ხევსურეთის სოფლები მონაწილეობდნენ ამ პროცესებში და აი მოგონებებსაც რო გადავხედოთ, ძალიან ბევრი სოფლის მაცხოვრებლების მოგონებები, ანუ ზეპირი ისტორიები, რაც დარჩა. ამიტომ ხევსურეთის ამბოხების შემთხვევაში შეიძლება ითქვას, რომ მთელი ეს პირახეთა ხევსურეთის ხეობა იყო მობილიზებული ამ აჯანყებისთვის. სხვა შემთხვევაში ვერც 2 წლის ბრძოლაში ვერ გაიმარჯვებდნენ და ვერც მაღალისკარის ბრძოლაში ვერ გაიმარჯვებდნენ. ესე ვთქვათ, ამას ემატებოდა ის ხევსურები, რომლებიც კახეთიდან გახვდნენ მერე კაპუცინჩო ლუკაშვილს და იქ გააგრძელეს მერე საქმიანობა და სხვათა შორის ხევსურეთის ამბოხების ორგანიზებაში ძალიან დიდი როლი ითამაშა ბარის ხევსურებისა და კახეთის ბარის ხევსურების და მთის ხევსურების მაცხოვრებლებმა. დღესაც ძალიან დიდი და მჭიდრო კავშირი არის მათ შორის, იმიტომ რომ ეხლა კახეთის ბარი ძალიან სავსე არის ხევსურებით, ეს არის ჯერ მე-20 საუკუნის დასაწყისში დაწყებული მიგრაცია და მერე საბჭოთა იზურებითი მიგრაცია. ამიტომ მე შემიძლია გიპასუხოთ, ეს ხევსურეთის ამბობა ძალიან ლოკალური ამბოხება იყო და უბრალო ხალხის დაწყებული იყო, შესაბამისად უბრალო ხალხის თანაგრძნობა ჰქონდათ მათეს. მადლობა კითხვისთვის. მე თავიდან ეს კითხვა დასვით ძალიან მომინდა ამას გასაგებია, იმიტომ რომ რთულია გასაზრდა არის, ხალხი რა არის, ვერ ვიტყვით რომ რთულია მოგთავაზობენ, მაგრამ ჩემი პირადი დაკვირვებიდან გამომდინარე ვიტყვი რომ კი, იმიტომ რომ ამ აჯანყებას მიმდინარეობს კონტექსტი, ქართულ სოციალური ფენის თანაგრძნობა. მაგრამ ოცდაოთხზე ამბობთ 24-ს. 24-ზე. დიახ, მაგრამ როდესაც რეპრესიის საფრთხე და რეპრესიის დაწყება უკვე ძალიან მალევე მოხდა, ცხადია რომ ადამიანების დიდი ნაწილი თუნდაც ისტორიაში იტყოდა, რომ ჩვენ ბოლომდე ამ პრობლემთან აჯანყებას არის ჩვენ მოგვიდეთ სხვანაირად უნდა ამ აჯანყებას წარმოვიდგინოთ. მე ძალიან გამიშვიდა რამაც საუბარი, მაგრამ ხო ვიტყოდი რომ კი, იმიტომ რომ ამ აჯანყების მრავალფეროვნებაზე როდესაც ვსაუბრობ, აუცილებლად უნდა გავიხსენოთ ის, რომ ეს რაც ხალხში გასული
ფართო სხვადასხვა ადამიანების ჩვეულებრივი ადამიანების ეტაპები. ჩემ მხრიდან დავამატებ, როგორც ნინოსამ თქვა, ვინ არის ხალხი. ანუ ხალხი როგორც ისე არ არსებობს. არიან გარკვეული ადამიანები, ადამიანთა ჯგუფები, რომელიც სხვადასხვა ინტერესებს წარმოადგენენ. ან შეგვიძლია დავხატოთ, როგორც ბოლშევიკური პარტია რეფლექსირებს, მუშებში ნაკლებად ჰქონდა ამას მხარდაჭერა, მეტად ჰქონდა გურიის გლეხებში, რადგან მათ ისინი უფრო მეტად ანალოგიურობენ სოციალ-დემოკრატებს, და მენშევიკურ მთავრობას, ნაკლებად უფრო მეტად ჰქონდა ეროვნებით ქართველებში და განიხილებოდა როგორც ქართული აჯანყება, ნაკლებად ჰქონდა ეროვნული უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში, აქ გულისხმობთ აჭარაც, რადგან ისინი თქვათ გზნობენ მათი ინტერესები იმ პოლიტიკაში დაცული არის. ქალაქებში ნაკლებად არის მხარდაჭერა თქვათ უფრო ქართული ინტელიგენციაში, ამობენ რომ ინტელიგენცია ამ პერიოდში კონკურენციაში არის სამუშაო პრიორიტეტი დიდი უმუშევრობა და შესაბამისად ქართველები, იმიტომ რომ თბილისი არ არის ბოლომდე ქართული ქალაქი, კონკურენციაში არის სამუშაო ადგილების სომხებთან და რუსებთან, შესაბამისად მათთვის არ არის თქვათ ხელსაყრელი გარემო და ისინი მათ აქვთ უკმაყოფილება და აი ზოგადად ხო ერთი უბრალოდ ხალხი არ არსებობს არანაკლებ ჯგუფები, ცხადია ისინი ვინც უარის მდგომარეობაში ჩავარდნენ საბჭოთა ხელისუფლების პერიოდში, ყოფილი თავდაცნაურობა იქნება მემამულეები, ვაჭრები და ასე შემდეგ, ცხადია ისინი თანაუგრძნობენ, მაგრამ შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ არიან ის ადამიანები, რომელმაც იხეივეს საბჭოთა ხელისუფლებით, იქნებიან ეს მუშები და ასე შემდეგ, უღარიბეს იქნება, რომლებიც ისქენ ალბათ არ ექნებოდა მხოლოდ. მეც მოკლედ ვიტყვი, პირველ რიგში 24 საჯანმრთელო ჩემთვის არის რუსეთის შემოსვლა კავკასიაში, ხო, მე-19 საუკუნეში შემოდის რუსეთი ჯარით, ბრძოლის გარეშე, პროტექტორია და პირველი წინააღმდეგობა რუსეთის წინააღმდეგ არის აჯანყება. აჯანყება ლოკალური. თითქმის სულ ეს აჯანყებები არის ლოკალური, ადგილობრივი, იმიტომ რომ საერთოდ გაერთიანებული წინააღმდეგობა არის. 1921-ში ქვეყანა საქართველო იბრძვის სხვა მტრის წინააღმდეგ, 1922 წელს ქვეყანა საქართველო ჯანმრთელობა მთლია. და კონკრეტულად ამ თანაგზნობაზე მინდა ვთქვა, რომ აი რეგიონებს რომ გავყვეთ, სხვადასხვა რეგიონის ისტორია ამ აჯანყების პერიოდში არის სხვანაირი, იმიტომ რომ ის ადამიანები პირველ რიგში აუცილებლად თანაგზნობენ ადგილობრივ ლიდერს, რაც მე შემხედრია, რაც მე მინახავს, არის რომ ადგილობრივ ლიდერს ყველათან, ანუ ისინი მათ იციან, გურლებმა იციან, რომ გურია უნდა დავიცვათ გავათავისუფლოთ. კახელებმა იციან, რომ კახი უნდა ჩამოვიდეს ქაქუცად, სადღაც ინგლისზე აიგოს იქ. ანუ ეს ადგილობრივად გეგმები არის, უთანაგრძნობენ და მოსახლეობის ძალიან დიდი რაოდენობა არის ჩართული მომწაროში და მომნევებში ეს არის. ბოდიში, კარგად მეტყოლებს ამაზე, ბოლშევიკურ რემაში არ ვიცი, არ გადამიმოწმებია, მაგრამ ისინი ამბობენ, რომ კახეთში მაგალითად თვითნებური გამოსვლები დაიწყო ყოფილი თავდაცნაურების წინააღმდეგ მოხდა მათი სახლების დაკავება და ქართლშიც და კახეთშიც იყო ესეთი ქაოსური მდგომარეობა, რასაც პრინციპში ბოლშევიკები ფიქრობენ, რომ ეს გავაჩეროთ თუ არ გავაჩეროთ. ანუ ის საფრთხე რომ დაბრუნდებოდა ის ძველი წყობა, ეს განცდა გლეხებში იყო ყოფილ ქვეყნებში და ისინი თქვათ ამაზე თვითნებურად მიდიოდნენ ამის წინააღმდეგ. გიორგი და შემდეგ თქვენი სახელი? გიორგი. მადლობა. გიორგი აბსოლუტურად სწორად აღნიშნა, რომ შეიარაღებული გამოსვლა არ არის ერთადერთი გამოვლენა ამ წინააღმდეგობის მოძრაობის. და ეს მნიშვნელოვანია, რომ დისკურსში დამკვიდრდეს, რომ აჯანყება მხოლოდ კულმინაცია წინააღმდეგობის დიდი მოძრაობის, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი ასევე და საომარი დისკუსიებში წარმოება მოხსენება შეიძლება ამას მიეწოდოს, იყო
არა შეუიარაღებელი გამოსვლები აქციები რომელიც იმართებოდა ხშირად პირველი ასეთი აქცია იყო რა თქმა უნდა ისში უსტაროზე ფონდიდან ჩამოტანილი ესეთი ჯარისკაცების მოხალისეების დაკრძალვის მე-40 დღეს გამართული აქცია სადაც პოლიტიკოსი ჭერტიშვილი მარგრიგის წარმოსვლა გაიჭირეს პირველი პატიმარი კონსტიტუციის უკუპირებულ საქართველოში ეს ცალკე კვლევის საგანი შეიძლება იყოს იმიტომ რომ ესეთი აქციები იმართებოდა ხშირად დაკრძალვები გადაიზრდებოდა ხოლმე აქციებში ლას-ანჯელესის საქმეში არმენ ჭიჭინაძის დაკრძალვა ასევე საინტერესოა მაგალითად 22 წლის 25 თებერვალს თელავში გამართული სკოლის მოსწავლეების აქცია და აი ესეთი გრასულ ორგანიზერების როლი ასე ვთქვათ როგორც იყო მაგალითად იქ მასწავლებელი გიმნაზიის რომელიც წიშვილი რომელიც ასევე დახვრიტეს ასე რომ ეს ჩვენი როგორ უყურებთ ჩვენ ამ აჯანყებას ჩვენი უყურებაც მოითხოვს ერთგვარ ტრანსფორმაციას რომ იარაღით ხელში გამოსული ადამიანების რაოდენობა არ არის ერთადერთი საზომი ამ წინამორბედის მოძრაობის მასშტაბის ასე ვთქვათ აი თუნდაც აი წინა კონფერენციაზე ვთქვი რომ აი ინფოგრაფიკა რო გვაქვს დახვრეტილების ნომერი პირველი რეგიონი არის გორი სადაც შეერული საერთოდ მაგრამ სტრუქტურის საუბარი ნომერი პირველია ხო ესეც საინტერესოა რა კრიტერიუმებით აყავდათ ეს ძევლები ამ ძევლების სოციალური ბექგრაუნდი ასე ვთქვათ და ასე არუნდა თქვენ და ბოლო აი კიდე თქვენ იქნებით ბოლო შეკითხვა იმიტომ რომ არ მინდა რომ დავაგვიანოთ მოგესალმებით და მადლობა დისკუსიის გამართვისთვის როგორც შეათვლილ საჯაყების დაწყებაზე მექნება მოკლედ ხო ანუ ყველამიცის რომ ერთი დღით ადრე დაიწყო აჯანყებაო და არ ვიცი უნდა ვიამაყო ამით თუ პირიქით ბოდიში უნდა ვიხადო ხოლმე რომ ბოდიშო დაგესწრებით ანუ რამდენად იქონია რეალურად გავლენა ამ აჯანყებაზე მის გაგრძელებაზე და შემდეგ პროცესზე იმან რომ ერთი დღით ადრე დაიწყო სადღაც გამოსვლა და მეორე მუშები ახსენეთ და გლეხები ახსენეთ და გლეხების უფრო მეტი ხარდაჭერა იყო მუშების უფრო ნაკლებიო ჭიათურა მუშების ქალაქი იყო და ჭიათურა მაშინ ერთ-ერთი ყველაზე ესე ვთქვათ დამწყები ინდუსტრია იყო სადაც დასავლელი ასე ბიზნესმენები სადაც უკვე იყო პირველი ამერიკული ინვესტიცია საქართველოში ბანკის წარმოებაში ასევე მუშათა კლასის მეტაკება დაარსებობდა და მე მგონია რომ ალბათ ეს უცხოური გავლენა ჭიათურაზე და 18-20 წლების რესპუბლიკაში აშკარად ასე ვთქვათ ჭარბად იყო არა მარტო ამერიკელები, ბრიტანელები, გერმანელი ბიზნესმენები იყვნენ ძალიან ასე ვთქვათ ხშირად და ბევრი იყვნენ უკვე ამ ბიზნესში ჰარიმანი ამერიკელი ინვესტორი 24 წელს არ არის გაშვებული როგორც მე ვიცი და პირველ ეტაპზე შეინარჩუნა საბჭოთა კავშირმა და მხოლოდ იმის შემდეგ რაც დონეზე ააწყო სისტემა ინდუსტრიული სისტემა ჭიათურაში მხოლოდ ამის შემდეგ გაუშვა სტალინმა თუ სხვა როგორც არის რა მოხდა რატო იყო ჭიათურა თითქოს მზად იყო უფრო მეტად ამ აჯანყებისთვის ანუ არსებობდა ის საფრთხე რომ საერთოდ არ დაწყებული იყო აჯანყება და ჭიათურამ რატო დაასწრო როგორ დაასწრო კონსტანტინე სოფელი შუქრუთი ახლა პირამოკები ხალხით და დანგრეული სახლებით რო გახსოვთ იქიდან დაიწყო ჩემი მშობლიური სოფელი იქიდან დაიწყო აჯანყება კონსტანტინე ჩაჩანიძემ თუ არ ვცდები რომელიც ხო წერეთლები იყო აქტიურად ჩართული თავადები თუმცა მუშათა კლასი მათ შორის კონსტანტინე ჩაჩანიძეც რომელიც წერა-კითხვის გამავრცელებელი და საზოგადოების წარმომადგენელი იყო მაშინ ჭიათურაში ანუ შემდეგ ეს ჩაჩანიძე არ მოხდა დახვრეტილ ვაგონში კითხვა ხო ანუ პირველი თემა არის ის რომ რამდენად იქონია გავლენა ერთ დღით ადრე პროცესზე და ავიც უნდა გვიხაროთ ჭიათურებს რომ ჩვენ დავიწყებთ პირიქით ბოდიში უნდა ვიხდეთ თქო და მეორე კითხვა არის ეს რომ რატომ ჭიათურა რა იყო ჭიათურაში სპეციფიური რატომაც ჩაითვალა რომ აქ შეიძლებოდა პირველი ცეცხლის გახსნა და ქალაქის საკმაოდ მარტივად აღება რაც გააკეთეს პრინციპში ჭიათურა იქნებ გადასცეთ მიკროფონი და ბოლოს შეკითხვა დავუსვით და ერთიანად უპასუხოთ ორი შეკითხვა მაქვს სინამდვილე შეგიძლიათ და ნატო ალხაზიშვილი ერთი ეხება ზუსტად აი ამ პირველ დღეს და იმიტომ მინდოდა რომ იქნებ ერთად ესე იგი მე ითვლება რომ ეს იყო მარიამობას მოხდაო ხო და მე ძალიან მაწუხებს ეს ამბავი იმიტომ რომ
სოციალ-დემოკრატია იყო მანამდე, ხო? არარელიგიური ქვეყანა იყო მანამდე. ესე იგი, ბოლშევიკებსაც 28 აგვისტო არ ექნებოდა დასვენების დღე. ხო, დასვენების დღე იყო, ხო? ხო, რანაირად იყო მარიამობა დასვენების დღე ამ ბოლშევიკებში, და ძალიან მიკვრის და მას შეიძლება სულ შევიტყავს, მაგრამ ესეთი ვარაუდი მაქვს, რომ აი 1905 წელს რო იყო თბილისის დუმაში დახვრეტილი ხალხი, ეს ზუსტად ამ პერიოდში 28 აგვისტო იყო. და შეიძლება იმის რაღაცა მოსაგონად იყო გამოსასვლელი დღე, არ ვიცი. აი სულ მიკვირს ეს მარიამობა, რომ ეს მის სულ მიკვირს, რომ რატო იქნებოდა მარიამობა დასვენების დღე ბოლშევიკურ ქვეყანაში, ხო? და აი ამაზე მინდა თუ იმეს პასუხი. ეს ერთი და მეორე შეკითხვა ბაბადიეთ. აი ამ პრესაზე რო იყო საუბარი, ახლა ჩვენ ჯურნალზე რო ვაკეთებდით წიგნს, მახსოვს რომ შემზარა აი ამ დახვრეტილების სიამ გაზეთებში. რა ესე დახვრეტილების სიები იყო გაზეთებში და აი წარმოვიდგენია როგორი ახლა მაშინ როგორი პატარა საზოგადოება იყო, კიდევ უფრო პატარა ვიდრე ახლა ვართ და როგორი შიში შეიქმნებოდა ამითი, არა, რომ თავისთავად გარდა თქვა აი მე გამახსნა რაღაცა დათმობები, რამხელა შიში იქნებოდა და ამან ხომ არ განაპირობა მე ნუ პლუს რეპრესიება, კოლექტივიზაცია და ასე შემდეგ, რომ მე საერთოდ ჩაქრა რაღაცნაირად ყველაფერი და ახლა გაზეთში რო წაიკითხავ დახვრეტილ სიას, ხო, ნუ ალბათ ჩაქრება ეს წინააღმდეგობა. აი ამაზე თუ არის რამე კვლევა, რომ აი რა ესე იგი აი ამ პრესის თუნდაც აი დახვრეტილების სიას რამე კავშირი თუ ქონდა, აი სოციოლოგიური კვლევა თუ არის, მაგარეს. ბადუა ბოდიში. ესე იგი ვიცი გიორგი შენ პასუხებ ნაწილ ამ კითხვის, ხო? პირველ კითხვას უპასუხებ. თუ რომელ კითხვაზე გაიგია? ხო, პირველ რიგში არც უნდა ვიამაყოთ არც უნდა ვცვენოდეს. იმ რატო? იმიტომ რომ მე მგონია რომ აჯანყებაზე და ამ პროცესზე უფრო დიდი გავლენა იქონია შიდა მის კომუნიკაციამ დიდი ხნის განმავლობაში და გაჟონილმა ბევრმა ინფორმაციამ, რაც გულისხმობდა იმას, რომ მთლიანად შეიცვალა აჯანყების გეგმა, აჯანყებამდე ერთი კვირით ადრე პუბლიკური ინტერესს არ მახსოვს, რომ თავიდან გეგმა იყო ქალაქებიდან დაწყება, ზემოდან ქვემოთ თბილისი, ბათუმი და ეს ძლიერ ან ზემოდან ქვემოთ თუ მოხდებოდა ქალაქებიდან რეგიონებში და ეს იქნებოდა კარგი გეგმა, მაგრამ აჯანყებამდე ცოტა ხნით ადრე გაამაგრეს თბილისიც და ბათუმიც და ქვემოდან ზემოთ გადაინაცვლა ამ გეგმამ და თუ მემუარებში წავიკითხავთ, იქ წერენ ამაზე, რომ რამდენად იდარწმუნა ეს აჯანყებისთვის და რა სუგია, ასე ვთქვათ რა და მაგალითად ჩემი აზრით თბილისი და ბათუმი ასევე მნიშვნელოვანი იყო, იმიტომ რომ იქ მუშების დიდი ნაწილი იყო, რომელიც მენშევიკებს უჭერდათ ხარს და ისინი ამ ძლიერ ძალას მოიაზრებოდა, რომ ძლიერ ძალას წარმოადგენდნენ ამ აჯანყების გამწევ ძალაში, თუმცა როგორც კი გადაალაგდა, ასე ვთქვათ, ეს და ავანგარდი გახდა კაკუცა, ჩვენთვის თითქოს გონებაშიც და ნაციონალურ ისტორიაშიც და ისეც სიმბოლო ამ აჯანყებისა, მხოლოდ ეს ადამიანი არის თითქოს ჩვენთვის და ჭიათურაზე რაც მინდოდა მეთქვა, ეს არის რატომ დაიწყო ადრე ამაზე შემიძლია 2 ან 3 მიზეზი ახლა ვთქვა და 1-5 შეიძლება შემდეგ, მაგრამ ზუსტად არც ერთი არ ვიცი. არის იქ მაღარო სალაროზე საკითხი, რომ ის იყო მიზანი და ფულის გადაცევა და დაწევა უნდათ სანამ ქაოსი იქნებოდა. არის მაგალითად აკას აქვს ნათქვამი ჩემთვის, რომ მომჭირდეს, რომ იარაღის გავარდნის რამდენიმე ხმა იყო და იმდენად იმაზე დენცზე ნენ რომ ეგონათ ნიშანი ეს დაწყების. ბევრი სხვადასხვა რამ შეიძლება იყოს, მაგრამ ჩემი აზრით აი აჯანყების თავის სისტემა ჯერტურის ერთი დღის დაწყება არ იყო, ეს იყო
შიდა გადანაწილება ასევე პრობლემა ავანგარდში იქნებოდა ამ ეტაპების და ასევე მუშაობა ჭეკას მაგეთების. მე შემიძლია მარიამობის თემაზე გიპასუხოთ, ეს იყო არა დასვენების დღე, არამედ დღესასწაული. და ამ დროს ბევრი კეიკოპ რეალობა. არა, ამაზე არ არის საუბარი, არის საუბარი იმაზე, რომ თვით კრიტიკაში არის ამ ბოლშევიკ მოხსენებაში არის საუბარი იმაში, რომ ბევრი ბოლშევიკი მენშევიკებთან ერთად ერთ სუფრაზე სვამდა და ბევრის დაკავება მენშევიკებთან აჯანყებულებმა შეძლეს ნასვამ მდგომარეობაში. ეს არის ძალიან სასერწყო მათთვის, რომ ბოლშევიკები არ იცავენ ამ დისციპლინას და არ ასხავენ თავის თავს, ანუ პარტიული დისციპლინის სრული მოშლა გამოაჩინა ამან. ასევე ზოგადად საუბარი იყო იმაზე, რომ ამ პერიოდში ძალიან ბევრი იყო შვებულებაში და არ იყო ნათლზე, ან პარტია სათანადოდ ვერ შეხვდა და თავის მართება მოუწია, რატომ შეხვდა ასეთ მდგომარეობაში და ამგვარად თქვათ კარგად შეარჩიეს ეს დრო, იმიტომ რომ ესეთ დროს წარებაში დაიჭირეს ესე ვთქვათ პარტიის წევრები. იქამდე იყო ძალიან ბევრი გაფრთხილება, რომელსაც უკვე შეეშვნენ და სველოდებენ რომ იქნება აჯანყება და არ ხდებოდა აჯანყება და უკვე ამ ბოლოს ასეთი მოგოდებულები აღარ იყვნენ. მარი? არა, ნიუცა? მე შემიძლია მოკლედ გავცე პასუხი დახვრეტილების შესახებ შეკითხვას. სამწუხაროდ ამაზე ნამდვილად არ ვიცი, რასაც სოციოლოგიური კვლევა არსებობს, მაგრამ მერაც ცნობილი არის ის, რომ ადამიანებს ხურებდნენ პარტიული სიების მიხედვით და იმის და ისინი რამდენად იყვნენ თორე ჩართულიან აჯანყებაში. და მადლობა ამ შეკითხვის, იმიტომ რომ აი ამ ტერორზე და გითხრათ ეს ნამდვილად აუცილებელი კონფლიქტა გავლენას არა თუ აჯანყების შემდგომ პერიოდზე შემდგომ ის ნამდვილად ხელობებსაც აუცილებელია ტერორიზმის საუბარი და მე მინდოდა რომ შევხედოთ ეს ოკუპაციის მუზეუმსაც რამდენად მნიშვნელოვანი არის ის, რომ არა მხოლოდ ერთი ფორმით, არამედ ერთი მოქმედი გამოფენის ფორმით, არამედ ეს მრავალი ფორმებით ლაპარაკობ, და ცოტა არაკომფორტული მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი თემებზე და მადლობა ამ შეგვიძლია. სამწუხაროდ გადავცით რეგლამენტს. მე მგონი პანელისტები აქნებიან და შეგიძლია დაელაპარაკოთ დისკუსიის შემდეგ. შემაჯამებელი სიტყვის მაგერად ბეკას მიცემ ერთი წუთით სიტყვას და სამართლობრივი კანონი. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მოგზაურებისთვის. მე და ჩემი მეგობარი კოლეგა ირაკლი ირემაძე. მე და ჩემი მეგობარი და კოლეგა ირაკლი ირემაძე გახდით პარიზში, ანუ სწორედ აჯანყების 100 წლისთავთან დაკავშირებით და იქ გამოგვცეს, გამოვატანეს უბრალოდ ეს წიგნი. გიორგი საუბრობდა ბოლშევიკურ პროპაგანდაზე ევროპაში, ხო? და ბოლშევიკებმა მთელი წიგნი ესე დგას, ანრი ბარბიუს დააწერინეს, თუ რა მოხდა საქართველოში, როგორ გაიმარჯვა დემოკრატიამ, ხალხმა. ამან და თელეს გაზეთები დასავლური ასე ვთქვათ კომინტერნის პრესა ძალიან წერდა საქართველოს საკითხს და დათიკო შარაშიძემ ქართულმა სოციალ-დემოკრატმა დავალებით ესე პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან შეკრიბა ეს ყველაფერი და ესე ეს წიგნი თლიანად შეიძლება ითქვას რომ არის რეცენზია აი ამ ბოლშევიკურ პროპაგანდაზე. პირველად ეს მხოლოდ ფრანგულად იყო ეს წიგნი, ჟორდანიას ინსტიტუტმა თარგმნა და გამოსცა პარიზში და პარიზიდან ჩამოტანი არავის არ აქვს საქართველოში და მინდა რომ 4 პანელისტს გადავცე და მოდერატორს. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ და ჩვენ აუცილებლად ყველა მნიშვნელოვან თარიღს, ახლა ისეთი დრო არის რომ ვერ ჩავაგდებთ. 25 თებერვალიც უნდა აღინიშნოს ასეთი ღონისძიებით და იმედი მაქვს ასევე რომ თესეულსთან იქნება შეამხანაგება და შეთანხმება და შემდეგ 26-ს და კიდევ მინდა რომ სხვა თარიღებიც გავაცოცხლოთ, იმიტომ რომ სხვა მნიშვნელოვანი თარიღებიც არსებობს საქართველოს ისტორიაში. დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა.